გამომარჯოს მაყურებელს, მისაყოლებელი პოდკასტი ეთერშია და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ფიზიკოსი ირაკლი ვახტანგიშვილი. გამარჯობა ირაკლი, მადლობა რომ გვესტუმრე. გამარჯობა რომ ჩვენთან გაიხარე. ვინმეს თუ გამოუცხადები ხარ ეს ფიზიკოსად. არასოდეს. და მესია მომდას. რაღაცაში გამომადგა ჩემი პროფესია. მოვისმინე, TSU-ში სწავლობდი, როგორც ვიცი, ხო? კი, TSU დავამთავრე ფიზიკის ფაკულტეტი. ოღონდ ეს არა 4 წელი. მე აღარ გამოგზელები. ანუ ბაკალავრი დაასრულე მხოლოდ და მე იმაზე ხო, მე ფიზიკა რატო გადაწყვიტე თომას მიკროფონი გამოსწორე. რატო გადავწყვეტე ფიზიკა? ხო. მაგარი დაწყებაა. რატო გადაწყვეტე? რამდენიმე ფაქტორი იყო. ერთი იყო ის, რომ სკოლაში კარგად გამომდიოდა. კი. მე აი ნოლი. და ფიზიკა და მათემატიკა. კი, თავისთავად. მეორე რომ მაინტერესებდა. და მესამე იმ წელს როცა ვაბარებდი ფიზიკის ფაკულტეტს ქონდა უფასო ისე. არა, უფასო თავისთავად, მაგრამ მოსამზადებელი ფაკულტეტი. უცებ მანამდე რა. მე ვიცი ხო. შენი სტატია ვნახე ჟურნალში. ხო, და მაგას თუ წარმატებით გაივლიდი. ხო. მე უგამოცდოთ გასაუბრებით ხვდებოდი უნივერსიტეტში. ეგრევე იქ და წარმატებით გავიარე და უგამოცდოთ მოვხვდი ფიზიკის ფაკულტეტზე. და მე იქ აღმოაჩინე. იქ აღმოვაჩინე, რომ აქედან არაფერი არ გამოვიდა. პირველი კურსზე დანებდი? ეგრევე, პირველ სემესტრში. დაახლოებით ჩემი სიტუაცია ბიოლოგიურზე ჩავარების მე სკოლის ბანკეტზე ვიყავი სტუდენტი უკვე. ხო? კი. ანუ ექსტერნად კი არა და გასაუბრება ქონდა მანამდე და გავიარე და ვა, რა მაგარია. გამოცდებზე რო არ გიწევს სვალება და სიარული სირბილი. ეგ არ მინდოდა რა. არსებობს კიდე? არა, ხო, მსგავსი რაღაც. არა, ეხა გამოცდა არის. აი იყო ბოლო და მაგის მერე გასაუბრებელი ჩახსნეს. ჩემს მერე რონახესაშენდიგიც მიიღეს. პირველ სემესტრში რომ დაანება თავი. განათლების სამის რომ თქვა რომ არა, მოდი აღარ გვინდაო ეს. გასაუბრებლების გარეშე ჩავიდნენ. ფიზიკა მე ძალიან სუსტად. ეგ რაღაც ტვინის წყობა არსებობს, ხო, ალბათ რომ აი ის ჰუმანიტარი და ზუსტი მეცნიერება რაღაცა ან იქეთ ხარ ან აქეთ რაღაც ოქროს შუალედი თითქოს არ არსებობს, ეგრე მგონია. შენ ბუღალტერი ხარ ხა და ბუღალტერი თავი გაბი. არა, გადაცემის წამყვანი პირველ რიგში სამარილეზე და ოქტოპუსზე, მაგრამ გარდა მაგისა პროფესიით მე მივყევი ჩემ პროფესიას ბოლომდე. ო, დღესაც მადგება. მე რაზე ავიჭერით ამ იცი? ცუდ დროს მომიწია რა. აი 99-ში ჩავაბარე და წარმოიდგინე მქონდა საგანი ელექტრობის ლაბორატორია და შუქი არ იყო. ხო და ნუ აი როგორ გინდა ბავშვებო ელემენტები მოიტანეთ არა ელემენტები შედიოდი რაღაცას გიყვებოდნენ და აი მოკლედ რა ქუთაისში რო ცურვა სწავლობდნენ სარეალში და ზუსტად ეგეთი სიტუაცია თქვენი გადაცემა ის რა ქვია ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ის არის ბენდუკიძე რო ყავდათ აი ძველი აუდიტორიასთან ერთად რო ყავდათ მან შენ და ლაბაძე რო ფიზიკოსები ხართ და ბენდუკიძე ეპატიჟებოდა იმაზე წამოდი ჩემთან თავისუფალშიო. ლექციების ასაკითხა? ხო, არა, თან ხო, ისა თავიდან რომ მივხვდი რომ არ გამოვიდა ჩემთან ფიზიკოსი, ან რა უნდა გამოსულიყო რომ ესწავლა, ხელი ჩავიქნიე და ძალიან ცუდი სტუდენტი ვიყავი. და მე რაღაც საგანში ნიშანი ვერ მივიღე რა. დენირაზეც არის ყო ალბათ მან. არა. ერთი ლექტორი იყო ცოტა მკაცრი, ყველას რო გვეშინა და ისეთი. და რო გავედი გამოცდაზე ცოტა დამცინავად მიპასუხა რა. როცა სწავლობდი, მეთქი აქ სწავლობდი მეთქი და ალბათ მუსიკალური სკოლა იყო. და რაღაც პონჩია გამიტყდა რა. ეგეთი დებილიც არ ვიყავ. მეორე სემესტრში მე ვისწავლე. პირიქით მოინდომე. მაგრად. მე კონსპექტი მქონდა. აი, ჩაწიკწიკებული. და რო გავედი გამოცდაზე, შემხვდა ერთი ბოლოთი დამაგრებული სიმის ხევის განტოლება.
მაგრად დავწერე. როგორ ვერ მივხვდი იცი რა ხვდა. ერთი ბოლოთი დამაგრებული ხევის განტოლება რა უნდა, ხო? რაღაცა სიმიდევს და აქ დამაგრებულია და აქედან ყანყალებს და ამის განტოლება არის რა. რამდენი ხანი ყანყალებს, როგორი ყანყალებს და ასე შემდეგ. არის სამი ვერსია. ორივე ბოლოთი დამაგრებული და არც ერთი ბოლოთი დამაგრებული. ამ ლექტორმა ვერ დაიჯერა, რომ მე მართლა დავწერე და არ გადავიწერე. მეორეს დაწერო, მეთქი რომელიც გინდათ მეთქი. მითხრა მე რომ დავწერე. ანუ განტოლებას ისე კი არ წერ. რაღაცა ერთი ხაზი კი არ არის. ხო. ეს უნდა ახსნა რა, ხო? კი. დავწერე. კაროჩეო ხუთიანი გეკუთვნისო, მაგრამ არ დაგიწერა. იმიტომ რომ თურმე შეგძლებიო და საჭკაობდიო და აი მეთქი რაც გინდათ დამიწერეთ მე და 4-იანი დამიწერე. ოხ, ჩემი. ჯიგარი. ანუ ერთი ნიშანი დამაკლო იმაში რომ სემესტრში ვისაჭკავე. გენიალურია. არა, მე პირიქით მომივიდა და მაგითო გითხე რომ მოინდომე თქო უფრო მე პირიქით ავიცრუე გული და არა, მეც ავიცრუე გული იდეაში, იმიტომ რომ ამ პერიოდში უკვე ის მანსანგანი დაიწყო რაღაცა მაკეთკენ გადავერთე და მივხვდი რომ ეს უფრო მომწონდა ვიდრე ხო ერთი ბოლოთი დამაგრებული სიმის ხევის განტოლება უფრო საინტერესო ის მე მომივიდა რომ ბიოლოგიურზე რომ ვსწავლობდი იქ სავალდებულო საგნებიც ხო იყო რომ ფიზიკის სახით იყო ერთ-ერთი აი ხა იქ გეოლოგია იყო რაღაცა ის მარტივი იყო რა ის ზღაპარი იყო და ის ფიზიკა ნუ არ შემიძლია რა აი ვერ არა აი კალკულუსი ვისწავლე კიდე რომ იმიტომ რომ მათემატიკა შედარებით უფრო მემარტივება რა მაგრამ ფიზიკა და ეს რას ნიშნავს რაღაცები არაფრის აზზე არ ვიყავი და ლექციაზე პირველ ლექციაზე რომ შევედი ეს ლექტორი დადგა და დაფაზე ხაზავს და რაღაცები და განტოლებები და ეს უკაცრავად მეთქი და აი ის მომენტი ვერ გავიგე ეს რას ნიშნავს მეთქი რა და შენ ეს თუ არ იციო აქ რა გინდა ვაფშე რა და აი ეგ რომ მითხრა მეთქი აი არ მინდა ნუ მინდა მართალი ხარ რა მინდა მეთქი და ოდიკი და წამოვედი რა აი ძალიან ისეთი მატკინა გულია ესე რომ ვთქვათ ფიზიკის ლექტორი შენ მოგიკვდი მან საკანზე მაინტერესებდა მიდი სხვა კითხვა მქონდა რომ ის რა ქვია მაგას იუმორი რომ რა მომენტში გადაწყვიტე რომ იუმორის კუთხით წასულიყავი და იუმორისკენ ესე რომ ვთქვათ რა ზოგადად გლაბუცის უმიყვარდა სკოლიდანვე და ნუ ხვდებოდი რომ რაღაცას შტერობას რო ვიტყოდი ბევრს ეცინებოდი ანუ რაღაცა სასაცილოს ვამბობდი და მე უკვე აი სკოლას რო ამთავრებდი უკვე წამოვიდა ის 5-ის პერიოდი მანსანგანი გოგიჩა გაკაბა შონზო ისინი და მომწონდა რა მომწონდა ის იუმორი რასაც ისინი აკეთებდნენ არ იყო ისა წევიდა მევიდა ხო არ იყო რაღაცა წელსქვევითი იუმორი იყო ჯანსაღი იუმორი და რო ჩავაბარე უნივერსიტეტში პირველივე წელს გუნდი გავაკეთეთ და გავედით უნივერსიტეტის ჩემპიონატზე სრული კრახი აი სრული კრახი სამარცხვინო გამოსვლა იყო მაგრამ დღემდე ვამაყოფ იმითი რომ არ დავნებდი და გააგზელე და შემდეგ ჩემპიონატზე შემდეგ სეზონზე უკვე მივხვდი რაც უნდა გვეკეთებინა მივხვდით მე და ჩემი მეგობრები და უკვე ნორმალურად გამოვედით. უკვე კრახი აღარ იყო. არა, ხო, მე უკვე გამოსვლა იყო. მე შემდეგ სეზონზე კიდე უფრო კარგად მე რაღაცა პრიზიც ავიღეთ უნივერსიტეტის ჩემპიონატის და მოკლედ აი აქედან. სხვადასხვა მეც მინდა და უნივერსიტეტში მივედი მანსაკანის გუნდი ხო ყავდა იმას თესეულს და მივედი და არ გვაქვს ადგილები. ხო, მოვედი. ეგ რაღაც უცნაური პასუხია, ადგილები არ გვაქვს რაღაცა. მეგობრებო ძალიან მეწყინა რომ იცოდეთ, თუ გახსოვთ ბავშვი რომელიც მოვიდა და გითხრათ, მე მინდა მანსაკანის გუნდში და თქვენ უთხარით რომ ადგილები არ გვაქვს, მე ვიყავი ეგ ბავშვი. უკვე დამპლებო თქვენ. უნდა გამხდარი იყო მაშინ. სხვანაირად გამიყურე. ხო. და წერები არ ქონდა. წერები არ ქონდა. და იუმორი ქონდა ჯერ. არა, ხო, მართლა სერიოზულად მაგარი მუღამი მქონდა. მეც შენი არ იყოს
ყოველთვის რაღაცა ეს სცენა და ის თან ხო მაინტერესებდა რა. აი იმ პერიოდში როცა მე ჩავაბარე უნივერსიტეტში ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო ეგ არა ბოდიში მანსანკანი და აი ეს იუმორი იმიტომ რომ ხედავდი რომ რაღაც ქვეყანაში იყო მრუმე სიტუაცია და აქ ხალხი იცინოდა გაცინებდა და ეგ მინდოდა რა ეხლაც დროსაც ეგრე ხო მოებით იგივე სიტუაციაში ვარ იუმორისტულ კონტენტს ვინც ვაკეთებთ ხო და ანუ მანსანკანი დაიწყო ეგ ყველაფერი და მე უკვე განვითარდა როგორც მე უკვე განვითარდა კომედიაში კი რომ კომედიამდე იყო და ის ღამიშოუ ხო? ხა გოგიჩას ღამიშოუ იყო ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური სცენარისტად იქ დაიწყო თავიდან კომედიაში ეგ არასდროს ხო მე შაბათი შოუ იყო ოღონ მანამდე გოგიჩას ღამიშოუმდე უხელფასოდ ფრილანსერი ვიყავი აი ხანდახან ვეხმარებოდი როცა დამიძახებდნენ როცა მეცალა პრინციპში სულ მეცალა მაგრამ ხო მაშინ უნდა გეკეთებინა აი რა უნდა მეკეთებინა მე ფიზიკოს არ შემდგარ ფიზიკოს შუგი არა უშუქობაში ჩვენი ეზო იყო ესეთი კი მულტსერიალი შევარდნაძეზე ხო და კაკაბა აკეთებდა მაგას და აი მან ხანდახან ვეხმარებოდი რა თუ მივიდოდი და რაღაცა შემეძლო რომ მეთქვა ან ხუმრობა ან რაღაცა უარსაც არ გეუბნებოდა შენც გისწორდებოდა მეც მისწორდებოდა მიხარდა ხო მე გოგიჩა ჩამოვიდა ღამიშოუს იდეით და ეგ იყო ესეთი პირველი ოფიციალური სამსახური ჩემი მერე მაგას მოყვა შაბათის შოუ სადაც უკვე გამოჩნდი ხო და მერე ნუ გაგზელდა მიყვა და მიყვა შაბათის შოუ ძალიან გაიყო შაბათის შოუ ხო ნუ ეგ იყო მეტი არაფერი არ იყო იცი რა მაშინ ღამის შოუც პირველი იყო შაბათის შოუც პირველი იყო და ორივე მაგრად გაისროლა როგორც იტყვიან რა ძალიან გაიყო და ნუ მე იყო ცოცხალი შოუ ხო მე ეგეც ძალიან გაიყო ცოცხალი შოუ რა ვიღაცა მოიპარა ხო მე ეს ძალიან მეოსე მოიპარეს ხო ხო ვიღაცება ბოროტები თუმცა ხო მე ღამის შოუს დროს უკვე გარდა სცენარისტობისა გამიშთა ინტერესი მონტაჟის, პროდიუსერობის და ეგეთი რაღაცეების. და თავიდან კაკაბა მონტაჟებდა გოგიჩას ღამის შოუს. და მე გადმოვიბარე მე და მე ვამონტაჟებდი. მაშინ გაცილებით უფრო რთული იქნებოდა მონტაჟი დარწმუნებული ვარ ვიდრე ახლა სხვანაირ ტექნოლოგიაზე მონტაჟდებოდა ლინეიკაზე არა ეგ არ მიწევდა მაგრამ დაახლოებით ეგეთი და შაბათის შოუშიც თავიდან კი გამოუჩნდა რაღაცა მაგრამ მაინც და მაინც ის არ იყო რა ჩემი ადგილი გამოჩენა რა მაგას მივხვდი არა ვარ ნიჭიერი მსახიობი ხო აქტივის კუთხით გაცვლებულშიც რო იყავი ჩვენთან მაშინ რაც თქვი რომ მე უფრო აი და მოუყვებიო ხო და ვითამაშებ მინდოდა ბექში გადასვლა მაგიტომაც არ ვიყავი ცოცხალ შოუში იმიტომ რომ ცოცხალ შოუში ვიყავი პროდიუსერი ჩაწერის ორგანიზება, მონტაჟი, ასე შემდეგ რა. ვაუ. ან მან უფრო არ ყოფილიყარ ხო ვაფშე? არა. გამოჩნდა ვაფშე არ გამოჩნდა. არა, ხო არ მინდოდა. იქ უფრო კომფორტულად ვიყავი რა. ბექსტეიჯში. იმიტომ რომ ვიცი რომ არ ვარ კარგი მსახიობი და აჰა. ხო. როცა სათამაშოა რაღაცა არ გამომდის. ჯანელა კაი მსახიობი იყო? ვიცი რა, ჯანელა კარგი მსახიობია რა კუთხით. ჯანელა ისეთი პერსონაჟი არის რომ რასაც აკეთებს უკვე კარგი არის. როგორც არ უნდა აი არაფრის სხვა რამის გაკეთება არ უნდა. აი როგორიც არის ესეთი რო არის უკვე კარგი მსახიობი და პერსონაჟი არის. ოღონდ მართლა. კაცების თემა კონცეფცია როდის შეიქმნა აი დაახლოებით თქვენი 4-ეული აი როდის გადაწყვიტეთ რომ აი მოდი ჩვენ ვაკეთოთ ჩვენი ის ეს უკვე იყო იმედის დროს, იმედში რომ იყო ჩუაქალაქის პერიოდი არის. და პირველ იმას შეშაკაი ხალხი მუშაობდა იმედზე ეს უმიკვირს რა.
ხოდა ეგ როგორ იყო ეს კალას ვეღადავებული ერთხელ რა ის ვნახეთ პროჟექტორ პერის ჰილტონ კი და რომ ვნახეთ რა 4 ადამიანი ზის გაზეთებს კითხულობს და გლაბუცობს და რატომაც არა მოდი გავაკეთოთ ვინ გააკეთოს ნუ ჯანელა ერთი რა სულ გაზეთებს კითხულობს აკავა იმიტომ რომ ვიღაცა უნდა მართოს ეს ყველაფერი ლაბაძე იმიტომ რომ ძალიან კარგი ჰუმორი აქვს დათოს და ჩვენი ძველი მეგობარია და ვინ უნდა იყოს მეოთხე ამ მეოთხეზე რამდენიმე ვცადეთ და ბოლოს მოდიო შენს და ჯეკირო მე ისე გიგიჩევნა და როგორ მერჩივნა და რო დავჯექი და ჩავწერეთ საცდელი ბიჭო ეგ არისო და დაიწყო გადაცემა კი აუ რამდენი ის გადაიარეთ თქვენ რამდენჯერ ხარ დახურულები სულ ხურულები სანამ YouTube-ზე სადაც ვერ დახურავენ არ ვიცი შეიძლება მოიწეროს დირექციამ YouTube-ის ამ რომ ისა თქვენ რო აღარ იყო ხო და მან ის ვიცი რომ მე მგონი სადღაც მოყოლილი გაქვს კიდევაც თუ შენ გაქვს თუ არა არ მახსოვს ის რა ქვია იმათ ჩაწერაზეც ხართ დამყოფები ჩვენ არა თუ ვინ არის თუ პროდიუსერები გიორგი მოსიძე იყო ერთხელ სტუმრად ჩვენთან ხო და რო ჩავწერეთ გადაცემა მოიცავ თქვენო ესე ცოცხლად წერთო ხო ჩვენ ვთქვათ რომ ხო აბა ნუ მთელი მუღამი ეგ არის რა ადვილია მაგითო გავაკეთეთ ეს რომ არ ვიფიქროთ წინასწარ მე ვიყავიო იქო და იქო აი 5 საათი გრძელდებოდა ჩაწერავე იმიტომ რომ რაღაც მომენტში ჩერდებოდნენ რომ სცენარისტები შემორბოდნენ აჩვენებდნენ უწერდნენ ხუმრობას კი კი და მე ისინი აგრძელებდნენ და ვითომ მოიფიქრეს და აი მან ჩამოგვენგრა ყველაფერი ჩვენ რა მოვიგონეთ არა ხო იქ კადრებიც არსებობს რა იმ გადაცემაში რომ ყვითლად აქვთ მონიშნული კონკრეტული ისინი რაღაცა ხო რა ქვია მაგას ადგილები გადაში ხო მადლობა გიორგი ადგილები თუ ვერ ამარტი ვიზით ყოფილა სხვათა შორის ეგეთი რაღაცა დაგვემართა შუა ქალაქს რო ვიწყებდით მაშინ წავედით ამერიკაში რომ გვესწავლა როგორ კეთდება სიტკომი თავის სპეციფიკა აქვს მაინც რა და ბევრი რაღაცა ვისწავლეთ აი ძალიან ბევრი რაღაცა კანონები არის რა და იქ გითხეს რომ კვირაში ერთი 24 წუთიანი არის კლასიკა ამ ჟანრში ჩამოვედით დავიწყეთ და გავაკეთეთ კვირაში 2 45 წუთიანი ერთ წელიწადში ჩავედით და ჩავიტანეთ რა ეს მასალა გადავთარგმნეთ ტიტრებით რაღაცეებით და ვაჩვენეთ იმ ადამიანს ვინც გვასწავლა რომ აი ამას ვაკეთებთ და მოიცავ ამას ორს აკეთებთო ჩვენ ვთქვათ რომ კი გვასწავლეთო როგორო ჩამოვოთ საქართველოში არა ხო ნუ ამ ხელა ის არის რამდენად რთულია ამ ხელა სცენარის და იმის გაწერა ძალიან რთულია თავიდან იყო როგორი რთული იცი აი კვირაში 7 დღე სულ მუშაობდით წარმომიდგენია იმენა ამ ხელა სცენარის დაწერა დიდი რო არის და ბევრი რო მალე სწორავს ყველაფერში რაღაცა უნდა იპოვო მუღამი ხუმრობა პერსონაჟი გაწერო რაღაცა იმის სახასიათო რაღაცა აი და თან ერთი ესეთი პრინციპი გქონდა რომ ვიყავით მე კაკაბა ჯანელა კოხი ან 4 სცენარისტი იქიდან კოხი რეჟისორი იყო თან და რაღაც დღეებში არისო და უბრალოდ ესე შევთანხმდით თავიდანვე რომ მოდი ერთ ადამიანს მაინც თუ რამე ხუმრობა არ მოეწონება ეს არ გვინდა და ჩავანაცვლოთ და აი სუ მუშაობდით სუ იმიტომ რომ პროდუქტსაც ეთყობა ხუმრობის დაწერა ერთია და მე ეს ამ ხუმრობებს ვიყოფდით სცენების მიხედვით მიქონდა სახლებში და სახლში უკვე სცენის იმას სცენარის ფორმას ვაძლევთ რა თავი დრამატურგიულად ხო რა მოხდეს როგორ იწყება ვინსად მიდის ვინსად გასერიამდე წერდით ხოლმე მეებს კი სცენარს და რაღაცა წინასწარ არ ქონდათ არაფერი ერთი კვირით
ერთი კვირით. ნუ ხო, წინასწარ ანუ ეგრე რომ დაგეწერა სეზონი და მე არა, მასე არა, ხო. იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება კარგი იყოს, რომ სეზონს დაწერდა შეერდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგი იყო, რომ ის ქონდა რა რაღაცა აკონტროლებდით რა წავიდა, რომელმა პერსონაჟმა გაამართლა, საითკენ მივაწვეთ. ხო, ანუ ხალხის რეაქციიდან და იმიდან გამომდინარე, ხო. თან ის იყო, ხშირად იყო ხოლმე, რომ რეალური მოვლენები, ანუ რაც ხდებოდა იმ მომენტში საქართველოში, რაღაც მომენტში აისახებოდა კიდევაც. ნუ აი ხანდახან იყო, მაგრამ ხანდახან იყო ესეთი მომენტები. მაგას ახლა წინასწარ სეზონი რო გაქვს გაწერილი. ეგ როგორ არის? აი ეგეთი რაღაცეები თუნდაც ცოტა სუსტ ხუმრობას აძლიერებს რა, თუ რამე აქტუალური არის. ხო, თემატური თუ არის. ამიტომ ვცდილობთ, რომ კაცები ადრე არ ჩავწეროთ ხოლმე. მაგრამ ხანდახან არ გამოგვდის. მესმის ჩვენ აგვისტო ჩავწერეთ წინასწარ მთელი აგვისტო და ბოდიში მაყურებელს. ჩვენც მას. ხო, ის მიირთვი გენაცვალეთ. ჩიპსი, ლუდისა ჩვენი წარმოდგენი ბავარია, ჩვენი მეგობარი ლუდი. ეს განარეკლამა უბრალოდ მინდა რომ მიირთვათ. გაიზარდეთ. მადლობა მათ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ისე სპონსორების ამბავში როგორ ხართ თქვენ კაცებში? ვიცი რა, ხო არის სიკეთე, მშვიდობა. მშვიდობა არის და მადლობა სპონსორებს, იმიტომ რომ არა სპონსორები, კაცები არ იქნებოდა. ეგრე ვართ ყველა იუთუბარხი ამ ეტაპზე საქართველოში. ხანდახან აი არ მწყინს, მაგრამ მიკვირს ხოლმე ვიღაცები რომ ამბენ რომ რატო ამდენი რეკლამა. არის ჩვენთანაც რეკლამოდ გავაკეთეთ და არ გამოდის. ვერ გავაკეთეთ. ფიზიკურად არ გამოვა, იმიტომ რომ აი ჩვენ ახლა 8 წელია რაც ოქტომბერს ვაკეთებთ, ხო და აქედან 5 წელი ალბათ შემოსავალი არ ქონია. შეიძლება 4-5 წელი. შემოსავალი არ ქონია, გუნდიშა იქ იმაში რა ქვია ხან რომელ კლინიკაში მუშაობდა, ხან რომელ კლინიკაში ბუღალტერად, მე ხან სად მუშაობდი, ყველა სადღაც ვიყავით გაფანტულები და რაღაცა რო კვირის ბოლოს ქონდა 1-2 დღე თავისუფალი შევიკრიბებოდი, სცენარს დავწერდით, აი იქნება ეხა მოვიცალოთ, მე რაღაცას გადავიღებდით და ეგრევე ბუღალტერია ფინანსებს, აი ესე იძახის. შეჭემა სამი საავადმყოფო გაქვს დახურული. ბიოლოგია რა და ფიზიკოსი. სამი საავადმყოფო გაქვს დახურული. ბევრად გამოსადეგი. სამი საავადმყოფო გაქვს დახურული. საავადმყოფოები მე თუ მკითხავ, ცოტა ეხავე დავხურები ყველას საერთოდ. ორში ხომ პირველში მივიდა და იხურა მეორე დღეს. მეორე? არა, მეორე. აუდიტი შევიდა, რა ეთაკაც. მეორე აი თითქმის და ბოლომდე ვერ გავკაჩე, თორე დასახურები არის. ავტობუსის სპონსორი გამოჩნდა წამოხვედი. არა, მეორეს დასახურები არის. ხო, რა სპონსორები ჯიგრები არიან. ნამდვილად, მადლობა ყველას, ვინც გვერდში უდგას YouTube არხებს და აფინანსებს ამ სფეროს და სხვათა შორის ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა, მსხვილი კომპანიებიც ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ამ ამბავში და მადლობა. ხო, რაღაცა, იმიტომ რომ ცოტა ტელევიზია მე მგონია რომ მალე ჩაანაცვლებს საბოლოოდ. მეც მაგის იმედი მაქვს. იმედი მაქვს, აი. ახლა იმედი არა, მგონია. ხო. აი მე მგონია რომ უკეთესი იქნება. ხალხი ვინცაც რაღაცის ტრაკი აქვს ქვეყანაში, უკვე აღარ არის ტელევიზიის მაყურებელი. ახალი თაობა არ უყურებს. ჩემი შვილები არ უყურებენ ტელევიზორს. თუ აჰა, ფეხბურთს თუ ჩაურთავენ და მაგასაც აპიდან რთავენ ტელევიზორის აპიდან. არ შედიან არხებზე არ გავა. აი ნაკლებად. ერთადერთი დედა ჩემი უყურებს ხოლმე რაღაც. მე ჩემს სახლში გადახვევის ფუნქცია რო გაქვს უკვე და ყველას აქვს საერთოდ რეკლამას არ უყურებ ალბათ რავი. ჩემს სახლში ტელევიზორი ოფიციალურად გამორთულია, ერთი დაახლოებით 5 წელია და ირთვება მარტო აი შენ თქვის არ იყოს რაღაც ნაკრების თამაში თუ არის, იმასაც სახლში არ უყურებ, ასე რომ ვაფშე ირთვება ხოლმე. ძირითადად ან ერთად. მე ზოგადად თვითონ მოწყობილობა ძალიან მომწონს ტელევიზორში. ლამაზია. არა, ხო და არ ვუყურებ, მაგრამ სუჩართული. ხო. რაღაცაზე სუჩართული. პროსტა გაქვს. ხო, ძირითადად სპორტულ არხებზე რა. აჰა. კი ბატონო. რომ სიამოვნებს რომ რაღაცა არის. სიცოცხლე. ხო, რაღაცა ჩემი მაურობს. ჩემი უაზრო ახირება არის, ხო. ხო, მესმის კაცო. არა, ტელევიზორი მე რავი, აი მართლა იმ დღეს რო ჩავრთე აღარ მახსოვდა პულტით, აი ეხა ნაკრების თამაშები რო იყო რა. აღარ მახსოვდა პულტი როგორ უნდა, აი რომელი
ღილაკები იყო პასუხისმგებელი რომ არხის იმაზე შევსულიყო მენიუში რა იქ სილკი მოგდა რომელიღაცა ღილაკები იყო და აღარ მახსოვს ცოტნე მარიცოდა ძალიან მაგარი სიტყვა ხო ის ვაფშე რას ნიშნავდა არისა დისტანციონი არიცოდა რას ნიშნავდა მართლა დისტანციონი მომაწოდეო რა გეთქვა დისტანციონი და იფნეოდა დისტანციონის და პოსლიკაც არ ვიცოდი პოსლიკა არიცოდა კიდე ხო ახალი აღოჩენები გქონდა რამდენი წლის ახარ 13-ის არა მართლა 31-ის ჯერჯერობით არა დისტანციონი უნდა იცოდე არა დისტანციონი არსებობს მან ერთი რაღაცა პირობა რომელიც თვლის ამ ყველაფერს რა მე გავიზარდე რუსეთში ჩამოვედი დაახლოებით რო ვიყავი ხოდა სხვადასხვა დისტანციონი რას მაგას ვერ დავაჯერებ ხო და აი ის რა და გაკრასო ჩამოხვედი მაგ დროს შემოვიდა არა ხო და რო ჩამოვედი 13 წლის ვიყავი სადღაც და არავის ჩემს ირგული არასოდეს არ გამოუყენებია ეგ სიტყვა რა აი დისტანცია ყველა ამბობდა პულტს პულტი მომეცი იცი რა პულტი არის შემოკლებული თორე არის დისტანციონი პულტი ო ეგრე კი ხო ეგრე გეთახმები თავიდან რო შემოვიდა ასე ერქვა ხო და არა და პოსლიკაც არავინ ყოლია არავის გამოუყენებია ეგ სიტყვა და აი როგორ აი სადმე იმაში ხდება ნაწარმოებში ხდება სადმე სკოლის მასალაში თუ რა სკოლის მასალაში არა მაგრამ უბანში შეუძლებელი ლექსიკაში რას ლაპარაკობ შემხედე აი მართლა არა მანამდე რომ შემხედე რომ ხო ვკითხავდი რომ როგორც თქვენ კითხეთ რომ პოსლიკა რა არის აი იმასაც ხო ვკითხავდი რომ პოსლიკა რას ნიშნავს არა დისტანციონზე მოგიყვე ერთი ამბავი შენ ვისმინე 90-იანებია და რაღაცა დეაჩემა და მომაჩემა ყველაფერი გააკეთეს და ვიყიდეთ დისტანციონიანი ტელევიზორი. პატარა, მაგრამ დისტანციონი. ხო, ფერადი. და ყოაზე არა, თორემ პარკში გვიდევს, არ ვიღებთ იქიდან, იმიტომ რომ არ გაფუჭდეს. ერთხელ სკოლიდან მივედი სახლში, არავინ არ არის, კარი გავაღე, შევედი ტელევიზორის ჩართვა მინდა და პულტი არ არის რა. აი გადავქექე მთელი სახლი და პულტი არ არის, ვერ ჩავდე. და მამაჩემი მოვიდა ცოტა ხანში და მეთქი მამა პულტი არ არის მეთქი და ხო მე დავმალეო. რატო მეთქი და ქურდი რო შემოსულიყო, მაშინ ეგეთი დრო იყო. უპულტოთო ის ტელევიზორი რა თქმა უნდა. მაგარი გაწვა იმდენად ახალი ხილი იყო მაშინ რომ თან საკოვანი მშობლები ყავს და მაგარი გაწვა იყო მე ძალიან დიდი ხანი არ ვიცოდი რომ სხვა თუ დაიკარგებოდა მეგონა რომ ხო გადასაგდებია უნდა გამო ტელევიზორთან ერთად უნდა იყიდო მე გაირკვა თურმე შეგიძლია სხვა უნივერსალური პულტები იყო იმაში მეც მახსოვს პარკში შენახული პულტები იმაში რომ დავიწყე სიარული უკვე მე ინტერნეტ კაფეებში რაღაც ხო იცი ერთით რო ყველას აი მან მეთქი აი ეს მაგარი რა უნივერსალური აუ ისე რაღაცა რო ეხლა აი როგორი ყოველდღიურობა ადრე რამდენად ის იყო საოცარი რაღაცა ტელეფონიც ეგრე არ იყო მომენტ ის ტაჩსკრინი რო გამოვიდა პირველი არ მახსოვს კლასელს ქონდა მე მგონი ჩვენსაც აი ის Walkman-ი ქონდა ვიღაცა ხო და ეკრანზე ხელი გაუსვა და რაღაცა ქნა ეკრანმა კი არა პირველი ფერად ეკრანიანი ტელეფონი რო ვნახე გავგიშდი მეთქი ნუ ეს არის რაც არის ამის ეგეც საოცარი ხო აი ოჩახ კაცობრიობა ჩვენ ეს შევძლებთ და მაქსიმუმი დავდეთ მე მაგარის მქონდა რაზე იცი გახსოვს დენდიზე რო ბატებს რო ეს რო მაგა ეგ იყო ჩემი პირველი მე რა ფერადი ტელეფონი და ეს მაგაზე აი როგორც ფიზიკოსმა გითხარი ეგ როგორ მუშაობდა ამდენილო მე უყურებ რა რა წითელი სიხივი მიდიოდა ჩაუჯექი რაღაცა არა მართლა ვიცი როგორ მუშაობს ეგ ის აბა მითხარი მაშინ მე მასე მგონია ღილაკზე დაჭერის დროს ის ბატი ანათებდა თეთრად რა დონე მოხდრილიყო გამოგამებული თეთრდებოდა ოთხკუთხედი ბატი ხო და ამას რო უმიზნებდი იმას ხო ლინზა ქონდა იქ თუ დაინახავდა იმ თეთრს ის ლინზა მაშინ არ ტყამდი რა ცოტა გვერდზე თუ ქონდა ვეღარ ხედავდა იმ თეთრს და ვერ არ ტყამდი
ანუ პისტოლეტა თოფი აღიქვამდა იმას სირათლეს. მეც მეგონა რომ მე დისტანციონი პისტოლეტი. როგორ ხედავს ის ტელევიზორი სად ვარტყავ თქო და რაღაცებს მატყუებს და თურმე რა მარტივი ყოფილა ყველაფერი. თან ყველა ტელევიზორზე მიდიოდა ვაფშე შოკი იყო, ხო? ხო, კი. შავ თეთრი ეს ყველაფერზე იმენა ჯიგრუა. გახსოვს შენ მაგ ეპოქის თამაშები? კი, კაც როგორ არა. მე რა 93-იანი გახვალ. ტანკები? ტანკები იყო ჩემი. ტანკებზე მაგ ღამე გათენებული. მართლა? კი. ცივი ჩემი ერთი. მან მეოსებოდა აი ხო პატარა ვიყავი და იმას გავაკეთებდი ხოლმე. რუკის გასაკეთებლო იმაში ვაკეთებდი. ჩემს იმას ბაზას კინის გავაკეთებდი. ხო და დახოცავდა. ბეტონის იმას რო აკეთებდა თუ რაღაც ძალიან იმას, ხო? რო არ ინგრეოდა. კინის ის რო იყო თუ ბეტონის რა ვიცი. მე და ჩემი ბიძაშვილის ქმარმა გავათენეთ რამდენი ღამე. კონტრა? კონტრა ალბათ დახურული მაქვს. კი, მე. რამდენი ნაწილი იყო? სამი ხო რაღაცა კონტრა იყო და რაღაცა კონტრა იყო კიდე და ხო რაღაცები ერქვა და ძალიან მევასებოდა და ძალიან რთული იყო მაგ დროს თამაშის დახურვა, იმიტომ რომ შეიძლება ბოლოში ბოსთან გახვიდოდი, მოკვდებოდი და ახლიდან იწყებდი სეივი და რაღაც არის. მაგას ვიხსენებდი და ადრე როგორ თამაშობ, ეხლა ამის ჩავჯექი რაღაცა ეს დენდის თამაში მომიწი არ მახსოვსად. რაღაცას თამაშობდი პირველ ტიპს ვერ გავწვდი, ანუ პროსტა ეს ჩუაკი რომ ორბისი არაღით, ხო იცი? აი მაგას ვერ გავწვდი და ადრე ვთამაშობდი, გავდიოდი სადღაც ბოლოში ხოლმე. კი, კაცო, მაგაზე ხოლმე ყველაზე მეტი ის ვის ხავს მოკლული, ხო იცით ის რა. მარიოში პირველი ის რომ მოდის. მარიო როგორც რო გახსოვს, ბუ თუ რაღაცა ვერ მოდის, ყველაზე მეტი ჯერ მაგას ხავს მოკლული გეიმერი. ყველაზე მეტი გეიმერი ყავს. და თავიდან ვიწყებ, უეჭველი ესე გარვიხარ აი. არ იცი რა ხდება. არა, ხო, ნუ ეგ დენდის თამაშები იყო შედება. ჩემი ძმა მატყუებდა ხოლმე ის გაგრას მაგაზე გამახსენა სროლაზე ის შენ აკონტროლებ იმას ბატებსო და მეც ვიჯექი არა ჯოისტიკი აკონტროლებდა შენს გატყუებდა არა რობოტსვებოდი მიდიოდა აკეთ მეც ეგრე მეგონა მაგრამ არ არის გაწერილი ეგ როგორც გავიგე არ ვიცი მე აი მაგაში ვიკამათო გასატესტია არა ნუ აი მთელი ბავშვობა დამსვავდა ჩემი ძმა. დენდი გახსოვთ რა ღირდა? ფასი არ მახსოვს. მე მახსოვს. აბა 20 ლარი ღირდა. არა, ეგ ღირდა, მე უკვე ეხა იცი რა ღირს? 14 წლის რო ვიქნებოდი. მეურად ზვირი ხო? მეურად ძალიან ბევრად 10 ჯერ. მართლა? შენ ძმას 150-200 ლარი რაღაცები ღირს კომპიუტერი. ხო, იმენა დენდი რო და იმას ვამბობ რა ეს. კასეტა რო ჩაარჭო თორე. ის პატარა დებილობა რო არის ეგეც რა ის არის. ყველაფერს დენდი ერქვა. მე მე ჩინური დებილობა მქონდა. და ნუ დენდი ერქვა იმასაც და Nintendo მეგონი აი ერთეულებს მქონდა საქართველოში იმენა ორიგინალი Nintendo ხო. მე რუსეთში ცხოვრობდი მაგ პერიოდში რომ სიუბორი მქონდა? ეგ იყო რუსული დენდი. არა, სხვა შორის დენდი იმენა დენდი მქონდა. დენდი, აი სპილორო ხატია და დენდი, ხო, აი ეგ ჩოვაკი მქონდა. და ეგეთივე იყო რუსული ოღონდ სიუბორი. ესე ერქვა და ჩემ მეგობარს მქონდა სხვა შორის საკაიფოდ. იმას მქონდა. ბიძაშვილს მქონდა ის კლავიატურიანი დენდი თუ გინახავთ. არა. ისე მშურდა რომ ავიდოდი მაგასთან, აუ მე კლავიატურას ვერაფერში ვერ იყენებდი, პროსტა მქონდა. კლავიატურა მქონდა მიმაგრებული დენდის, ანუ შეიძლება და სკოჩით იყო მიმაგრებული, არ ვიცი, მაგრამ აი და ჩემ არა გამიკეთა იდექს ერთხელ. ბიჭო, რა მოხსნა დენის ვიყავი რა, 10-11 შეიძლება და სახლში მოდის სამსახურიდან და რაღაც პარკში დევს, რაღაც უყურებ, ანუ ნოუთბუქი მაქვს, მარტო ფილმებში ნანახი. რაღაც ეგეთი ახატია და ნუ ჯერ ახლა სუდა თუ არა, ოკაი. მაგან კალებს მეთქი ეს თუ ჩემია შოქში ვარ რაღაც. ჩვენე. და აი რაღაც მოგიტანეო, გაუყუდზე ახატია ნოუთბუქი. ეს შოქში ვარ, მეთქი კომპიუტერი, მაგ ხალხს ისინი როდებს რაღაცას მეთქი. გაუხსენი და ტეტრისი და რაღაცები რო იჩიტება შეგნით, აი ეგ მაგას ხო ინგლისურის სასწავლო ის იყო შავ თეთრი კუბიკები და მარტო ასვერს წერდი შეგნით რაღაცას და ძალიან ზერს კი რაღაც ყოფილა შეგა. ძალიან ბიძა შოქში ვიყავი. შენს პატარა ხარ. მე ტოლები ვარ. ტოლები ამაზე ვნოდიდი ვარ. 31. 32 ხარ. აი 12, ხო. მე ეგეთი შენ ხარ ზუსტად 10 წლით ხო ჩვენზე უფროს? 11. 82-იანი. ორიანი. ოკეი. აი ეგრე დედა ჩემო ერთხელ რომ გამახარა
რაც მაგრად მახსოვს, აი, დაახლოებით მაგასაკის ვიყავი. მოვიდა კარი გააღო და მოდი რა მოგიტანეო და ციგა. მაშინ თბილისში თოვლი მოდიოდა და ციგა საჭირო იყო. ექცევებიც გამიგი. მე რა ჩამოვედი მის მერე აღარ მოდის თოვლი თბილისში. არა, ხო, თბილისში არა, ერთი-ორჯერ კარგად მოთხოვა, მაგრამ. აი, ერთი-ორჯერ მოთხოვა, ოღონდ ერთი დღით. ხო, დადო და всё, ხო, და ჩემ ბავშვობაში ის იყო. ციგა საჭირო იყო რა. მე რო გამახარა ერთხელ და ჩემი მოდის სახში ნახე რა მოგიტან საჭმელი იყო. თელი ზამთარი მახსოვს ხოლმე ჯანაში ეზდენ და სრიალებდით. კი. ხო რა, ვერაზე ყველგან საერთოდ. მე რო ჩამოვედი 2006-ში. ხო, აი, მაგ დროს აღებული იყო. ხო, უკვე მე გააუქმეს. მაგის მე კლიმატით შეიცვალა. არა, აშკარად არ მახსოვს ისე დიდი თოვლი და რაღაც თბილისში, ნუ აი 1000-ში ერთხელ რა. თან ისეთი თოვლი იყო რა, ეხლა ვარ ხოლმე იგივე თოვლ ჭყაპი და რაღაცა არა, ხო, თოვლი იყო რა, გუნდებს ვაკეთებდით, მეტროში ხალხს ვესროდით. მანქანებს, მეტროში ხალხს, ავტობუსებს. საგაიფოდე. როგორც მიღებულია და წესი როგორც არის. ახლა კიდე გუნდა არ აკეთდება. გუნდა არ გეთება. კაი ბიჭო, რაღაც თამაში მაქვს თქვენ მომზადებული და ვითამაშოთ. ვითამაშოთ. შეეჯიბრებით. აი თამაშია რა, მე რა შევეჯიბრებით, მაგრამ რომ უთხრა მაყურებელსაც და ჩვენს და მეც. იყო ალბათ უფრო მე არ ვიცი. თქვენ უნდა გამოიცნოთ გოგონების, ქალების ნივთები, რა ქვია, მეიქაპ ნივთები. სახელით? არა, მოდი ახლა ღრისთვის არის ან სახელი თუ მიახლოებით მაინც კარგად გეცოდინებათ, იმას ჩავუთვლი ქულას. რომელიც მგონია რომ უფრო კარგად ჩაწუდება. სულ არის მეუღლე რო ყავს უპირატესობა აქვს ადამიანს. მეუღლე და ისა თინეიჯერი შვილი. მით უმეტეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩართული ვარ ჩემი შვილის მეიქაპში. სწავლა განათლებაში, აღზრდაში. კი ბატონო, მეიქაპში ნაკლებად. პირველი ნივთი. ეს ვიცი რაც არის. ვიცი, ეს ვიცი რაც. მიდი. ეს არის წენი. წენი. არ არის ეგ? ეს ის არის რა ქვია, თვალებ ქვეშ რო ისინი გაიქრო რა ქვია. ონალური არის რა. ონალური. გაიმეორა. ერთით 0 იყო სასარგებლო, პირველი იყო თქვა სახელი. ეს არის გოგო. ეს ის არ უნდა ეს ისა წამწამების ხო. მე რო მიმეორებ. რატო იმეორებს ეს შემდგომ? არა, ხო, წამწამების არის კაცო რა თქმა უნდა. ეგ ეხლა წამწამების ასაპრეხი. სახელი არ გახსოვთ არც ერთ. ეს არის ტუში. ოჩო. მე გაიმეორე შენ. ბატონო, მივცეთ ქულა. რაც ერთი იყოს. ეს ის არის წამწამების ასაპრეხი. არა, მართლა ხო ეგარი, ასაპრეხი ეკეთებენ და მე ესია. ეს გასასწორებელია პირიქით. ვახ, ბიჭო, გასწორება არის აპრეხვა. ის რა ქვია? ეჭვი მეპარება რომ ესე ნაკერს არ იკეთებენ უკვე. კარგად მიდიან. აი ხა ესენი წამწამების დევაისი არის. ეჯერობით რა ჩანს ყველაფერი ფილმებში მოქვს და ხო, კი. ეგა პირდაპირ წამწამების ძირითადად იმ ფილმში. მელ გიბსონი რო იქნება. რასურთ კალებს. აი, წამწამების ასაპრეხი. აი, პირდაპირ ყველა იყოს. 2-1. 2-1. მიდი შენ თქვი. აი წარმოდგენაც არა მაქვს. რისი დევაისია, აბა. იცი რა, რო ვიცოდე რამხელა კიდე რაღაცა ლოგიკას გაუყურებოდი. ხო, ამხელა. ამხელა. შენ იცი ეს რაც არის? ხო, უწერია იქ. ამხელა მასაჟორი. რისი? სხეულის. ეს იქნება რაღაცა ის რა ქვია, რომ უნდა გაყინო და თვალებ ქვეშ ამოისვა რაღაცა ის არ ვიცი რა ვიმე. სპონსორები რაც მომდის ძალიან არ ვარგა. ხო, მეც მაგიტო ძალიან გამოჩინა. თვალებ ქვეშ იმასკნა. თვალებ ქვეშ იმასკნა, გასაყინია მე. ნახევარი ყოლა მეკოთრის. მაგრამ თვალები და ქვეშ ხო გაარდა. ხო რა, ბიჭო, ჯერჯერობით ასე ყველაფერი თვალები იყო ეგრე. ხო და ნახევარი ის მასაჟორი. ხო, აი ხერხემლის. ხართ მართლები? არა, აქედან ჩადის მერე ხერხემელს. არა, რატო აი ყველაფერს გამის, აი ეს ხერხემელზე ჩავიტარო. რა დავაშავე? არა, არ დავაშავე. ხალი რო ვიყო. არ დავაშავე. ანუ გავიმარჯვე. ეს ისინი არის, ხო. როისმევენ რა თვალებზე.
თვალებზე? ეს არის თვალებზე ხო ისმევთ თვალებზე. როერები. თვალის რა? თვალის წენი. რომელიღაცა ხო იქნება? იქნება. თვალის ჭრდილი ხო? ხო, ჭრდილი. წენი მართალი უთქვამს კაც რა გინდა. წენი. წენი და წენი не знаю, ну ეს ერთი წამით. ამას ვერ ვხედავ. მე თვალებზე ცოტა ისე ვარ. თავიდან ატუიორკა მეგონა. ხო, აი ეს მეგონა ატუიორკა. შეიძლება არის. ყურიშხირი არ არის იქნება. არა, ყურიშხირი არ იქნება. აი ის იქნება რა ქვია. მიდი თქვი და გავიმეორებ მეც. ხო, მაგრამ ბიჭო, რაღაცა ის დახვეული რაც არის დავლა აშერად წამწამების არის. ხო, მაგრამ ეგ იყო. ეგ იყო. მაგრამ შეიძლება ის ქვედა წამწამების. ბიჭო, მე გეტყვი. წარბების. მართალია. აი რა. წარბები ხო პირველ დღეზე. თვალების გარშემო მოტრიალებს. ის არის რა. ხო, ეს დასავარცხლელი ცოტა. და ის მე ზოლის გასავარცხლე. თაფლი არ არის? ერბო. თვალებს მისაკრავი საშუალება რომ ის რა ქვია. ხო, ამაებზე რო იკრავენ, კი. გაბერილი გუგები გაგიქ. ერთხელ წავართვი ჩემცოლს და მივიწებე. ხო, გიშველა. გამიშა პროცესს სახში ხალისობდი რა დავდიოდი ამ დებილობით. პაჩ. რა ქვია? პაჩი. ვაუ, ხა ეს წარბების არის როგორ უკვე ელექტრო. ეს რაღაცა ფიზიკოს უნდა ფიზიკოს უნდა იცოდე რაღაცა. ბიჭო, ერთი ვერსია მქონდა ისა ინდიკატორი რა შტეპსელში რო ყოფილი და ფარინჰეიტი აწერია რაღაცა. თუ მოდის, რა დენი თუ მოდის. სპიდ არაფერი ის. სპიდი და ისა გადახვევა გადმოხვევაც. ნახე? რევერსი და ფედექსი, ფერვექსი. ეს იქნება რაღაც депილატორი, ძალიან ძერს კი რაღაცა ეგეთი ჩუვაკი იქნება. ცხვირის ის ბეწების გამოსაღები ახანაკიდან გამოვიდა ხალხიდან. ის წვეთი რა არის? რაღაცა თქვათ რა მოდი. თუნდაც დებილობა. ბილის საწმენდი. მე უფრო დებილობა შემიძლია გითხრა. ყურის საწმენდი იყოს. რატო იმეორებ კაცო ხუთი? კბილი ხუთი. რაღაცა რასადროდის შენ არ ხარ მართალი. რა თქმა უნდა. სხვადასხვა ისინი თუ გქონდა რა ქვია ნასე. კილის ელექტროკლინი. ეს არის გლოსი. ნახე. ტუჩის გლოსი. აი, ნიცა, მადლობა მამა. ბიჭო რა არის? მე მეგონა რომ რთული იყო. მე რაღაცა მიგწოდნიათ. მე არ ვიცოდი ხო, ბევრი რაღაცა. გიორგი, ესე გლამაზი რომ მოვდივარ მე. შენი აზრით სალონიდან მოდი. შენი აზრით როგორ? ერთადერთი ის არ ქონდა ჭილები ხო? ჩვეულებრივი ტიკეტებს ხოლმე და? ხო, არა, იმასთან მიდის ანჟელასთან და ის. აპარატი ძირითადად დამალული აქვს. აი ესე რა. მარტოზე დავყარე ჩანს. გაჭირდება. კაი თამაში იყო. ვინ მოიგო? იყო. მე მოვი, რატო? ბევრზე გაიცი უფრო პასუხი. სადღაც 4-ით 2-5-ით. კაი თამაში იყო, გიორგი მომეწონა. აი, შემდეგზე მეებს გავაკეთებ რა ქვია. რამე კაცის. კაცური რამე რა. მაგრამ მე ბევრი რაღაცას არ ვიცოდი, უფრო ვერ ხვდები. არა, მე რაღაცეები ახლა რავი. მინახვავს. ნე, არ ვიცი. არა, ხო, ეხა ის პლასკა გუფცირვარი წარბები ესე. პლასკა გუფცი. ხო, ეგ არის რა. იქ სწორად თქვა. ეხა არა სწორად, წამწამების. წამწამების ხო. დის წინაზე შეეშალაო კარგად მე დამცინოდა. ხო. გლოსი ხო პენალი დაგირთხი. არა, გლოსი ნახდა პირველად გავიგე და გლოსი არ გამიგია რა. არა, ფოტოშოპს გირჩევ რაღაც მოდელი. ისე. აი ეს რაც იყო ნაჩვენი მე ეგ მაგალითად ტუჩებს მაგის შემდეგი არის. ბერვა. მართლა არის ეგ რამე ეგ. არა, რა ვიცი. არა, და გლოსი იქნი ხოლმე. რა ვიცი რომ მიხვდა ეგრე გლოსი მინდა ბერვა დაგწიებენ და წამოხვალ. ან შეიძლება შოქი ჩავარდნენ ეს რა მაგარია, იქაც არ კონდეთ და შენეგონო ბერვა და რომიდის მენეჯერთან შემოსად ბერვა აქვს შემოსაზრდელს. ბერვას კითხულობენ და არა გვახდა სიცხე. დიორის ბერვა თუ შეიძლება. ხო, დიორი უნდა. დიორის ბერვა. მოგლეთ
ეხა ყველაზე ბედნიერი რაც მოხდა, ბოლო ოხლოს წარსულში. ყველაზე ბედნიერი რაც მოხდა. ყველაზე ბედნიერი რაც მოხდა ოხლოს წარსულში არის ის, რომ საქართველოს ორივე კალათბურთის და ორივე ნაკრებმა 7 სექტემბერი ჩვენი დღე გამოდგა. აბა, რა დღე იყო? საოცრება. მე უნდა ვაღიარო ცოდვა გამხელილი ჯობსო. ხო. მე ველოდებოდი, რომ გულწრფელად ვიტყვი, ანუ არა, იმედი მქონდა ყოველთვის რომ გავიმარჯვებს, მაგრამ მოლოდინი რატომღაც მქონდა ისეთი, რომ ცოტა პესიმისტურად ვიყავი განწყობილი და მეთქი პირველი ტაიმის მერე ალბათ ფეხბურთზე გადავთავთქო, ეგეთი ის მქონდა რა, რაღაცა. მე კიდე დავიტანჯი, აი. ხო, და აი მეთქი ალბათ ფეხბურთზე გადავთავთქო. პირველი ტაიმი ისე დაასრულეს ბიჭებმა. პირველი ტაიმი კი არა, მეორე მეოთხედი რა, უბრალოდ რა. ისე დაასრულეს, რომ გულწრფელად ვიტყვი, აქაც მეორე ცოდვა ფეხბურთისთვის არ მიყურებია ბოლომდე გავაწოდე. ხო და მე აი დავხტოდი აქეთ-იქით და არ ვიცი შენ როგორ უყურებ და მაგრად დაემთხვა რომ მეოთხედის ბოლო წუთები დაემთხვა ფეხბურთის შესვენებას. ხო, ეგრე იყო კი? ხო და აი დავჯექი არა, მანდი ავდექი. ხო. არა, ნუ ის არა მოგიწია, სირბილის. ხო და აუ საოცრება იყო. გარი დავიცა. ძალიან მაგრა ითამაშეს რა. ნერვები იყო ყელში. გიორგი შერავში და ფეხბურთზე დარწმუნებული ვიყავი, ანუ აი. კი, არა, ბალბუჩელი იყო და რა, ძალიან ფეხბურთზე იმაზე ვიღადავი. ვის მიყავდა? თვალიას მე მგონი. კი. თვალიას და მაგარი მეკარე ყავთო და. ხო. მაგიდან მოყოლებული ვიცოდი რომ ყველაფერს გაუშვებდა საერთოდ. ძალიან ცუდი ბურთები გაუშვა, მაგრამ არ ვიცი, მეკარე არ ვიცი, მე არ ვიცოდი პირველად გავიგე. ძალიან გამიხარდა რომ გაუშვა ცუდი ბურთები თან, მაგრად ფეხებზე მკიდიო. ვენაცვალეში ხარი. აი, კალათბურთში რომ მოვიგეთ, ეგ იყო კალათბურთში ძალიან მაგარი იყო. აი, მართლა გეთანხმები რომ ფეხბურთი მეგონი დარწმუნებული ვიყავი რა, რაღაცნაირად მერე თან აი შანსი არ იყო. კალათბურთი ბოდიში ბიჭებთან და არ მეგონა. და გამოვშტერდი, აი ღრიალებდი სახში დავხტოდი. ჩვენც ეგრე ვიყავთ. არ მეგონა კი და რაღაც მომენტში ნერვები მეშლებოდა რაზე იცი? ბიჭო მეთქი რატო არიან ესე თან ხო ქულებით ყოველთვის ახლოს იყვნენ ხან 2 იყო ხან 4 ერთ მომენტში 4 ვაგებდით რაღაც ის და ნერვებში ფეხბურთი იწყება და თუ აგებთ ბარემ რომ გადავრთო ისე და თან რო იმედი გაკაკე აი რაღაცა და ძალიან ისე ხარ რა. არა პირველი კარგად ითამაშეს. პირველი მეოთხედის მერე, არა, ხო, პირველი მეოთხედის მერე, ნუ კი, ვიგებთ რაღაცა, ცოტა ისე ვარ, კალათბურთი ძალიან. მაგრამ ნუ აი მეთქი, აი შევხედოთ მეორეში რა მოხდება თქო და მეორე რომ მოიგეს, მეთქი ოპა, ბიჭო, ძალიან იმაზეა ხოლმე დამოკიდებული, რანაირად წაუვათ თან რა და თავიდან ეხა ის ბოლდვინმა რო კარგად თამაშა თოკოს, მაგრამ წავიდა კარგად კი თან და აი მაგ დროს უკვე ხვდები ხო 2 რომ მაგრა თამაშობს ძალიან თემაა რა. მაგ დროს უკვე ხვდები რომ ამან თუ ესე ისროლა ყველაფერი საერთოდ და ესე შევიდნენ და რაღაცა უკვე რაღაც სერიოზული სან მამუკელაშვილს წავიდა და ნუ საოცრება იყო და ეხა თოკო აი თოკო იმ თამაშის მერე საჭებს რო აგინა მაგის მერე სხვა არის fuck you რო ჩამოთვალა რა თოკო თუ აგერევა ხოლმე თამაში ვაგინოთ ერთად ძმაო და ფერე ესე თუ იყო მაგრამ აი გინების მერე თუ ესე ითამაშებ მე მაგინე შეგა სამნი ვართ აქაც და სალსაკე გუბ შევქნით სადაც შეგიძლია რომ ხალხს აგინო არა ჯიგრები ხართ და აი ეხა უკვე ისა ცოტა თავხედობაში გადამეზარდა და მგონია რომ ფინეთსაც უნდა მოუყვეს. მე ვარ თავხედი გულშემატკივარი რა. ფინეს თუ მოვგებთ უეჭველი ვიგებთ. კი. მერე უეჭველი. აუ არა, ვაფშე თასზე წახვედი უკვე. ეგ თასი რომ მოვიგოთ, ნახევარი საბერძნეთს უნდა მივცეთ. უნდა გაუჭრათ. არა, გამორიცხული საბერძნეთმა მოგიგოს. ხო. ხო, ბაზარი არა. არა. მოდი ფინეთს მოვუგოთ. და დანარჩენი მე ვნახოთ. უკვე ისეთი მაგარი რაღაცა მოხდა და ვაფშე ძალიან მაგარია რომ სპორტში ხდება ესეთი რაღაცები რა რომ იმედი გაქვს რა აპრეტენზია თურქეთს რატო ვერ მოუგეთ უკვე გიტყდება თურქეთთან გაკინაღამრა ძალიან კინაღამრა კამბექი იყო მაგაზე იმდენად გადაცემაში რომ ვლაპარაკობდით რა მეთქი მამარდასეევი აუცილებლად იქნება თურქეთის თამაშზე თქო თურქეთის თამაშამდე იყო წინა პოდკასტი და
ხალხმა მაგინა რომ ის არის ხო? არა. მაგრამ ეხა მაგარი ბურთი აიღო დასაწყისში. მაგრამ იდეაში რაც დაურტყეს ხო და ისა კიდე კარგი რომ ეგ აიღო თორე მე რანაირად შეტრიალდებოდა თამაში გასმართ. აჭრა, მაგრამ ბიჭო ეხა ფიქრობ თან მიზახი რომ აჭრა იციან მეთქი, იმიტომ რომ ძველი მოგონებები რაც მაქვს ნაკრებთან დაკავშირებით უაჭრე. ხო, მასე თან უყურებ იმას რომ 3-0 და ნაგერ კინაღამ 3-3 დადეს რა. ხო, ოღონდ კაციანი თურქეთი იყო, ეგეც. ფეხებზე კიდე არ მოიჭეხა ძმო. ეს ფეხებზე მიდიო. ფეხ ვეთკინა იმას. კი. ათი კი 1-3 გაეგდოთ უნდა და ბიჭო არა, სხვადასხვა რაღაც მეებში საჯმა იმას აქვს რა. მე არ იყო რაღაც მომენტები. ის ხელი მგონია. არა. ნახე, შენ არა, მე მგონია. მე უფრო კარგად გიყავს, მე ნახე კარგად ეგ და არ იყო. აი მეც რო კარგად ნახე, ხელი მგონია. იცი სად მგონია, უფრო ვინ შედიოდა საჯარიმოში რო წააქციეს, ეგ არ მახსოვს, ხელით რო იჭერდა. აი მანდ უფრო შეიძლებოდა კიდე, იმიტომ რომ აშკარად დარღვევა იყო, მაგრამ იმაში მეთახოვე რომ საჯმა 1-2 კი, აი იქ უფრო შეიძლებოდა რა იმაზე. მაგრამ თან არის მომენტები ისედაც მოგვეცა, რაც შეგვეძლო რომ გამოგვეყენებინა რა, ძალიან კარგად გქონდა. არა, თავიდან დავიწყეთ სულად და მოვიგონეთ გოლები რა, რომ მომერდა იყო უშანსოდ იმენა. აი ისეთი ყველაზე ცუდი რაღაცა მე კარისთვის შეიძლება მოხდეს არის დაცვა რომ ბურთს კარგავს, იმიტომ რომ შენ ძალიან არეული ხარ. შეიძლება კარის გარეთ იდგე ეხსნებოდე მაგ დროს პასზე ან რაღაც და დაცვა რომ ბურთს კარგავს ან რაღაც ისეთ საკეთო რომ თავით დარტყმულზე ხო ვაფშე ხო. ეგეც მოვიგონეთ. კი, კუთხურიც არ უნდა დადებული იყოს. ნუ აქედან იმენა. ხო, არა მან ძალიან ცუდი გოლები გაუშვით რა. და არა ესპანეთი მე რა მაინტერესია ეხა ესპანეთში უკვე მეშინია. აუ ესპანეთში რა ითამაშეს? ეგეთი ფეხბურთი მინდა რომ იყოს. რო ჩავრთავ ან ბრძოლა 0-0 ბრძოლა იყოს ბევრი დარტყმა რაღაც ეგეთი რაღაცეები ან ესეთი ფეხბურთი იყოს ხოლმე თორე და ხანდახან არის აი საშინელებას უყურებ რა. გვეშველება რამე ვითომ? კი. ბიჭო რავი ხა ჩვენ ნაკრებში ძალიან კარგად გვაქვს საქმე მე თვითონ გითხავ. ჩვენ ესპანეთთან კიტე და ჩაკვეთ დაგვიბრუნდა. მაგა დავაყუდებთ ბიჭო. არა. უკვე ის არის და არა მაგ კიდე უფრო დავაჯერებული იქნებით როგორც აუ კიდე ჩაკვეზე მე ჩაკვეზე უფრო მაგ ძალიან ისა ძალიან მაგარ ბურთი მაგრამია რა სულ რა. თან აპასნიარი იმბოჩო ბურთს აიღებს თუ საჯარიმოსთან მიუშვებ თვითონაც შეუულია გატანა კარგი პასის გაკეთებს არის. ხო, კაი პასის გაკეთება შეუულია, ანუ ყველაფერი შეუულია რა, ძალიან ტექნარია, მოგატყუებს იმას იზავს. ის პირველი ერთა ლიგა ჩაგვამ გვატარა. იმენა მე გვათრია იყო ხო რაღაც მომენტში. ბიჭო ძალიან მაგარი. თან დაცვაში ძალიან ის არის ცენტრში რო ბრძოლა არის ხოლმე პატკატი ისაც ინგლისში ეგეც დაამოამა. კი და ის აქვს ხასიათია. კარგი ბიჭია ძალიან. აბა ვინ არ არის კაი? აი რეკლამაში არ გამისწორდა ზოგი. კაი, მაგაზე ეთერს გარეთ მოგიყვები. ხო, 10 ხვალ არის ხო და იმედი მაქვს რომ აი მან აქაც თუ გასულები ვართ, რავი, იმინა ძალიან თუ არა და მაინც ძალიან მაგრები ხართ. მაინც რა ვიცი. ყოველ ხალ ტურნირზე გასულ ვართ აქამდე? მეოთხე ფინალში არასდროს ყოფილი. მე ხო, არა, ჯგუფიდან კი არა და ხო. მეოთხე ფინალში პირველად ვართ. არ ყოფილი. და ეხა ანუ ისტორია უკვე და ეხა ვიქნებით ნახევარფინალში. ძალიან ოპტიმისტური აი ეს უნდა არა ეგრეც უნდა იყოს ანუ აი მე მართლა გულსპელად აქვე ვამბობ რაც გითხარით ცოდვა გამხედილი ჯობია თქო ბოდიში სუხთი ყველა ჩვენ კალათ ბურთელს ვინმე თუ გვიყურებს რომ ესე პესიმისტურად ვიყავი განწყობილი იმიტომ რომ არ ვარ გარა მაგრამ რაც არ უნდა იყოს როგორც ფინეთს ვიყავს ის ახალგაზრდა ჩუვაკი როა ძალიან მაგარი არ უნდა იყოს ბოლომდე უნდა გულშემატკივრობდეს შენ ნაკრებს და ბოლომდე მიუხედავ იგებენ სულ რო აგებდნენ მაინც უნდა გულშემატკივრობდეს და მაინც ბოლომდე უნდა შენ ის რომ მიქორა ჯიგარო რა ფინელები რომ მიქორა წინაზე რომ ამარდაზე თქვი რომ მაგარი ბურთი აიღო ფინელები ბურთები ჩაყრიან არ ჩაყრიან არ გინდა არა მე რაღაც უყურმა გამომდის ხოლმე ხო და მაინც არ გინდა ყურსავსია ეს ამომიჭერი ეს ეთერში არ გავიდეს როდესაც რაღაც მაგინდა და გავიწყდება ყოველთვის უნდა გამოვაცხადო მაგ დროს სპონსორი მადლობა ლუდისას ჩვენს წარდგენს და მადლობა ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება გაიზარდა ცოტა ისე გავიწყდება ამის დალევა და გავიწყდება აუ მე უნდა დამელია ხო მოგიგო კაცმა ზმაო რა ისე რა უცნაური ბავარია რომ ჰოლანდიური ლუდია
ყველას სხვადასხვა ერთი კომენტარი იყო აქვე მადლობა და მოკითხვა მაგ ადამიანს ორი ნიზლავიო თუ რაღაცა მოვიგე იმაზეო რომ ხალხს უმტკიცებდით ან ნიდერლანდებში ცხოვრობ რომ ბავარია აქაური ლუდიაო და არა გერმანულიო და ცოტნე მადლობაო რომ მომაგებინე ეგ მაზიანებიო არ ვიცოდიო მაგის შესახებ არაფრის შემოწმო მადლობა რომ აქტიურებ კომენტარებში და აქვე ხალხს მოუწოდებ რომ დღეს ანგარიშის ნომერი ამონათეო ცოტნეს ჩამირიცხეთ ფული დღეს კომენტარებში გათამაშება არ იქნება შემდეგ გადაცემაში აუცილებლად გავათამაშებთ კომენტარებში ანუ სახალისო კომენტარებს შეხვდებათ საჩუქარი და იაქტიურეთ მეგობრებო კომენტარებში გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო და საჩუქრებს რაც შეეხება ჩვენ სკუმასაც აუშვებთ თვალსარიელს ეს ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები შენ ბავარიებს მე ჩაგიწყობთ გაცივდეს და ჯერჯერობით მარტო ლუდისები აწყვია. 3 გემო გვაქვს ლუდისასი და 3-ვე გემო არის ორ ეგზემპლარად წარმოდგენილი. უღრმესი მადლობა. პატარა სუვენირი კარტოფილის ბრელოკის სახით ჩვენგან უბრალოდ კარტოფილის ბრელოკი. აუ რა მაგარია. ყოველთვის მინდოდა. აუ მართლა მაგარია. კარტოფილის ბრელოკი რა. ცოტნეს აქ მეგონი მწვადის კიდე თავის გასაღებზე. კი კაცო მწვადი. აი პურმარელი აქვს ჩამოკიდებული შეუძლებელი. ოჯახური. ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარებიდანაც მოიგებს შემდეგ ვიდეოზე, ხო? კი. ანუ ეხაც იაქტიურეთ მეგობრებო კომენტარებში რაც შეიძლება. ორივედან ავარჩევთ და მოიგებთ ნაკრებებს. ხოდა შეიძლება აქვე მადლობა უახლოვდებით 30000 სამარილე არხი 30000 გამომწერს და უღრმესი მადლობა მეგობრებო გაგიმარჯვეთ თქვენ რაზე გეცინებათ ხო რის მომინდა და მადლობა ჩვენს გამომწერებს მადლობა შენ რო ჩვენი სტუმარი ხარ და აქვე მინდა გითხრათ რომ ლაივი გექნება დუსელდორფში 12 ოქტომბერს და ვინც იქ ხარ ვარ მანდ ბიჭო მაგ დროს თო ვახ როგორ გადაუწიენ ხარ მე ვარ მეგობრებო აუცილებლად შეიძინეთ ბილეთები იმიტომ რომ სხვადასხვა მეც მინდა ერთხელ მოხვედრა თბილისში რო გექნებათ და აი თბილისში რო გექნება მე პირობას გაძლევთ ორივეს რომ ბილეთები გაქვთ მადლობა გუნდის შავაცხე შეთყვილა არ მოგვიყვანია აუ ჩიცემ როვატან საჩუქრად ძალიან ბევრი ხალხი იყო ხო აქ ერთ ჩაწერაზე ვიცი რომ აი ერთი ამბავი ქონდათ იმენა ვიცი რა ძალიან ბევრი რა რამდენიც ეტევა იმდენი იყო ხო ბევრი ხალხი ძალიან უცები ყიდებოდა ბილეთები ძალიან ეგრევე ხო ბავშვი კაია ხო და მან ძალიან ის იყო ადგილი აღარ იყო თუ რაღაცაო და ხო უცები ყიდებოდა რა და ნუ ხო ადგილი ხა რაც არის იმაზე მეტი ვერ გაიყიდება იმიტომ დარბაზი არის და ხო ფიქსირებული რაოდენობის სკამები არის მე მართლა ყოველთვის მინდა დასწრება ხან ვერ ვარ ხერხებდი რაღაცა ბილეთით ის თემაც არის რომ იმდენად სწრაფად იყიდება რომ ვერც ასწრებ ხიდოს ხო თან რა არის იცი იდეაში ეს ლაივი რომ მოვიფიქრეთ თქვით რომ მოდი რაღაცა პროგრამა გავაკეთოთ და იყოს რა ყველა ლაივი სხვადასხვა არის მაინც იცვლება მაინც ვცვლით ხო რომ მოდი ეხა ეს ვცადოთ სულ სხვადასხვანაირი გამოდის ხალხი არის რომ 11 ჯერ არის ნამყოფი იკო შენ არ იოსება დალევა თუ ისე რა თქმა უნდა მევასებ მე ცნობილი ისა ვარ მოყვარული ლოთი მოყვარული ხო პროფესიონალი ესე ვარქმევ ჩემ თავს არა პროფესიონალი მე აღარ ვარ გიორგი შენ ხო წინა გადაცემაში მე ხამარი მოვიგე სასმელებიდან რა გევასება აი შენი ფავორიტი ლუდი არის ჩემი ძმაკაცი ის რა ქვია გასუქებული რო არ ხარ როგორ ახერხებ არ ვიცი ყველას ეგ უყვარს თან კარგად სხვა ანუ სულ არა ხშირად ხო და კი მეჩხუბებიან და მეზოზუნებიან ოჯახის წევრები და მეგობრები მაგრამ ძალიან მიყვარს რა ვქნაი ვერაფერს ვერ იზამ ვინოს ამდენს ვერ ვსვავ რაღაცნაირი უჭი მაკეთყობა და ლუციტანს ხო ვინოს ნაკლები ეს კონიაკიც ცოტა ჰაჰა კაი მოწრუპე რაღაცა კი ბატონო ვისკიც მასე ის გევასება აი მე მაგალითად არ შემიძლია ეგ მოწრუპე არ შემიძლია კონიაკიც ხო იმის ამ დებილობებს არ ვაკეთებ არა ხო მოწრუპეს გულისხმობ ანუ ცოტა დალიეს ხო კი ლუდი მოუწრუპოთ აი ლუდი რა ლუდი არა ნამბერ 1-ია ნამდვილად ცოტნენაც ეგრე იცის ხო ლუდი მოუწრუპოთ და ამის მოწრუპო არის აი არა
ულიმიტო აქვს ამას. აუ ეხა თამაშებზე ის ჩამოსასხმელში უბერეთ, აუ რა გასო რა ჩემ. ეს 3 ლიტრიანი და 5 ლიტრიანი ის როარი ხო? ჩუა, აუ რა კაია, იმენა რა კარგად მიდის მაგაში ლუდიდან. ეს ზედმეტი კაფი გაზდის რა, რაც ყინულები ჩაყარე შუაში? ის აქვს, რა ქვია, ცილინდრი აქვს, რომელშიც იმაშვებია. ცალკე ყინავ? ხო, მასივარ შეაგდებ, გაყინავ და ლუდი კარგად ცივი არის, ისეთ ცივულ სასხამში შეგდით და არა, თან ეს გას. ძალიან кайფი, ხო, რა, მაგიდას როზი ხარ ჩამოისხა, მაგარი кайფი, ხო, არ გაქვს ეგეთი მოწყობილობა. არა. და ეს ჩვენ ვა, როგორ მეგონა რომ აქეთკენ მიდიოდი. როგორ არ ვიყავით ზად მაგისტვის. მე ვთხოვ ბავარიას რო დაბრენდილი ის გაუკეთოს იყოს, რა ქვია ეს ყურყუტი და გადასცეს საჩუქრად. მე ვთხოვ ბავარიას. აბა შევხედოთ როგორ დაგვიჯერებს. მოდი მეორე ვერსია ჩაწერე რომ თხოვ კი რა მოითხოვ. მე მოითხოვ ბავარიასგან. ერთი არ ვიცი, ცოტა ძველი თემაა, მაგრამ პროსტა დღეს შემხვდა მე და ძალიან ვიხარისე მაგაზე. გაგოხარე მედი ჩვენც. მარკ უილიამსი არის ეგეთი ექიმი და X-ზე დაწერა პოსტი, რომ სიკვდილს გადაარჩინა ვიღაც ჯოაკი. ხო. იმან არ ვიცი რა ნერვი სისტემა აქვს იქნება, 4 ვარსკვლავი დაუწერა რა. ანუ არ შეიძლება რაღაც შეფასების სისტემა აქვს ექიმებს რა კრიტერიუმი რაღაც ეგეთი რა. 4-დან 4 თუ 5-დან 4. ხო არიცით რა შეიძლება გავაკეთო პაციენტთანო, რომ 5 ვარსკვლავი დამიმსახურო. ეგეთი პოსტი ეწერა. ექიმმა გადაარჩინა ტიპის სიკვდილს და იმან დაუწერა 4 ვარსკვლავი. ძალიან ნელა გადაბარჩინა. უხარისხო. აი მე ბოლომდეც ვერ გადარჩა რა. ვიღაცებს ეწევს და შეიძლება გადასახადი არ მოეწონათო მერეო გამოსვლისას და რაღაც ბევრი მაიმუნობა ეწერა. ძალიან მაგარი ფაქტია. ეს მისვლა სამონტყოფოში. ის ექიმი თვითონ იქ გადაარჩინე რა ხა. ზაღადაობა ხალხია. ქულებს რო წერდნენ. საქართველოში რო წერდნენ ქულებს. ხო. არა რატომ ჩვენ ყავს კარგი ექიმები. არა ყავს, მაგრამ ცუდი სამწუხარო დომინირებს და მე ძალიან სამწუხარო გამოცდილება აქ არ მინდა მაგაზე საუბარი, მაგრამ ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს ექიმებთან დაკავშირებით. ხო, მე პირიქით. კარგი, მართლა? ხო, არა, ყველას ერთ კვაფში არ ხარშავ არასოდეს. მე როგორც ცოტნე თქვა, არაერთ სამონტყოფოში მუშაობდი და ვერ ვიტან ექიმებს. აი? არა. ექიმებს ვერ იტან, ეგ არ ნიშნავს, რომ ცუდები არიან. ორივე მხრიდან. მე მეშინია ნემსის. ნემსის? კი. ბიჭო, მეც მეშინოდა და? იცი როგორ მეშინია? ხო. კი, ერთხელ წამიყვანეს სამონტყოფოში. ორჯერ ვარ წაყვანილი რა, სასტრაფოთი. და ის უნდა გაეკეთებინათ. ესა ხო რა, გადასხმა ხო. და ისე მეშინია. რომ ისეთი ისტერიკა მქონდა. ანუ კი არ ვიტირე ხა ხელა კაცმა, მაგრამ აი ვიღაცები შემოვიდნენ ექთნები და სტაჟიორები და სტუდენტები და ჩუმად მიიღებდნენ და დამციხრდნენ. ძალიან მეშინია. ვა, ბავშვობიდან მეშინია ნემსის. გაიგეკეთეს ბოლოს ხო სხვა რაგზა იქნება. არა ხო, ძალიან მიკვირს. და 4 ვარსკვლავი დაუწერე. ოღონდ აი ესე ხო მეშინია. და ჩემინებით ვარ მისული, რომ სიცილ ჩამაბარებინა. ოღონდ იმას ვთხოვე, ეგ თავს თუ ვინც იყო, ექიმი თუ რა ქვია, რომ პროსტ ნემსი არ დამანახოთ მეთქი. ესე ხო, აი ეს თვითონ ეს ნივთი არ დამანახოთ, გავიხედე და აი ხა რაც კიდათ ისკენ თუ ვიღოთ ხელით მოტერიქით. მაგრამ მიყვარს თქვენი თან ორივე სტატუები გაქვთ და სტატუებზე ვაფშე რეაქცია არ მაქვს. არც მე. ჩვეულებრივად. იცით რომ მან ნემსი იღებს მონაწილეობას სტატუს გაკეთებაში. ცოტა დიდი ისაც ხო, პატარაზე შედის და ის რაღაცა შტირი კი არ შედის იმაში, ძარღოში. აი, არა, მე რავი, პირიქით, აი, სტატუს შეიძლება უფრო დავფიქრდე, ვიდრე აი, გასაფერადებელი რაღაცა. 16 პირიანით აფერადებენ ცოტა დიდი ის ან 8-იანიდან ერთად 8 ნემსი. ვა, რაღაცა ფერი. ბიჭო, მე გადავწყვიტე. თუ აღარ მეშინია მე. შემეშინდება. არ მე იმ ნემსის მეშინია, დღემდე მეშინია. ერთ-ერთი ნემსის რომელიცაც შემეშინდება არის ხელხმალში რო აკეთებენ, ხო იცი? აუ, ეგ ძალიან წარია. საკუთმოთ ანესთეზიას. ჩემს სპინალური ხო? ხო, სპინალური, კი ბატონო და ჩემს მას გაუწდა მყეს დიდი ხო თან? კი.
ეს ჩუვაკი. წარმოდგენასაც გეშინია და და ის მყესი რა და სამავთყოფოში მივიდა და ნუ კაროჩე სპინალური უნდა გაგიკეთოთ რომ ოპერაცია გაგიკეთოთ ფეხზეო რა. კაიო ჩემო ძმამ და ამან გააძრო უცებ ეს ჩუვაკი პერფერატორი ამ ხელანემსი და არ გაინძრეო ეხაო თორე შეიძლება ისეთი რაღაც დაგმართო ვაფშე ვეღარ გაიარო რაღაცი გაუხეთკა გული ჩემს მას არ მოიდგინე ჩემი და როგორია როზი ხარ და არ გაინძრე და ამ ხელა როგორ შედის ხერხემალში მაგრამ ერთი ის არის რა პატარა ტკივილია და მე ნახულოს ხო პატარა ტკივილი იქნება არა დავიდან ის წაუსვეს ლედოკაინი წაუსვეს ლედოკაინი წაუსვეს კი არაფერი მაშინ მაშინ რავი არა ეხა ის კორონას ისინი როგორ გადაიარე რა ვაქცინები გაიგეთე გავიგეთე კი რა აბა ანუ გაგიჭირდა მაგრამ მე მიხელე ჩუგი რა გამიჭირდა რა ხო ხო მაგრამ სხვა გზა იყო აი ამჟე თან ის არის მე და დედა ჩემი წავედით ერთად და დედა ჩემი რო გამემხნევებინა და აბანანა პირველად კოვიდი რო გვეგონა რომ ქონოდა მე მაგალითად მეგონა რომ ეხა მაგ მეთქი და ტესტის გასაკეთებლად წავედი ну ცოტნეს კონტაქტი იყო და ერთად წავიდეთო კაი მეთქი მივედით ზემოთ ვაკეში იყო სადღაც და 9 საათში გავიხსნებით შესვენებაო რა 12 საათი იყო მოდი ეგ ხო უფრო დაგიმძიმებს მოვლენას ხო ეგ და მეთქი იქით გავიდეთ მე ცოტა ხანი დაუცადოთ ხო ვარ ჩავიდოდით უკანასო კაი მე ლუძ დავლეო ჯიგარი შევიდა მაღაზიაში დალია რა თქმა უნდა უთხრას არაფერი არ გჭირსო მე მჭირდა რა თქმა უნდა რა და ის რა ქვია იმაზე იყო ის ტრალით პახმელიაზე იყავი მისული ვაქცინაზე თუ ვაქცინაზეც რაღაც ისე იყო მისული არა მდგომარეობაში არის პირველის მერე წავედით რატისთან გადაცემაში ეგ იყო მეორე დღე მე მგონი ვაქცინის მერე და მეორე ვაქცინაზე არა მეორეც ჩვეულებრივად მივედი. პროსტა მეორეზე მახსოვს რომ აშკარად ვინც იყო ის გოგო შემხვდა ის. მეორეზე მიმიყვანეს ეგ. მეორეზე ბიჭებმა მიყვანეს არ მახსოვს. ხო და ის ვინც შემხვდა ვაქცინა ვისაც უნდა გაეკეთებია აშკარად ახალი დამწყები იყო თუ რა ჭირდა არ დამწყები მე ვაქცინე. დამწყები მე ვაქცინე. ერთი სამჯერ ჩამარჭონ MC რა. ცოტა პირველად არ შევიდა? ხო და არა, პირველად ხო იმას რა რაღაც არასწორად შევიდა, ცუდად შევიდა რაღაცა. ბოლოს ესე ატრიალა ხელში და არა, აქეთ ბეჭში გამიკეთე, აქეთა ბეჭში გამიკეთე. რო გამოვედი და გარეთ რო ვზივარ, ხო ეს ხო აწეული მაქვს ესე და რაღაც ვზივარ და უკაცრავად სისხლი მოგდითო ვიღაცა მეუნება გვერდიდან და არა ვინც რა ხდება და აი ასე არის ის რა ქვია მაგას ხო სისხლი ხელზე ჩამოსული და ძალიან დაანით გაგიკეთა აი გამეკეთა და შინის ჩერმა არა ძალიან ცუდად გამიკეთა პირველი ვერ ვიგიძენი და მეორე აი იმენა მაწვავა რა მე უთხარი ერთხელ გადასხმაზე კათეტერი უნდა ჩაედგათ ნემსი ძალიან არ მიყვარს მეთქი და ხო წევდი ზუსტად მეც ეგრევე ხოლმე ვიხედები და ძალიან მეშინია და არ მიყვარს მეთქი რა ის გოგო იყო იღეს და ეთყობა დაპანიკდა თუ რაღაცა და ზუსტად 5 ჯერ გამიკეთა ახლიდან იმიტომ რომ ვერ გავიდავენაში ხო და არასდროს არ მომსვლეო რა გინდოდაო ლაბაძე არის მასე ჩემსავით და ჩვენსავით რომ ძალიან ეშინია და ისე ეშინია რომ ვენა ეკარგება გარბის ხო ანუ ეს ეკარგება და ხო ვორესი არის აი მე მე უწევთ ისა რა დიგი ხო არა მე მქონდა ოპერაციის დროს პორმანანწლავი ქონდა კენჭის გავლის დროს კენჭის გავლა ქონდა მაგრამ ლუდი მიყვარსო მიყვარს და კენჭის გავლა მქონდა როალ გიყვარდეს წარმომიდგენია რა დღეში იქნებოდა ვესტიბულარული აპარატის მოშლილობა ეგ რა თემაა ეგ რა თემაა და აი ეს არა აპარატი ვიცი რაც არის მაგრამ მოშლილობა რას იწვევს ანუ ეგ მაინტერესებს აი ესე უცებ ყველაფერი ტრიალებს და წონასწორების შენარჩუნება გიჭირს ვა ნიპრიჩომ მართლა? ხო, არა აქვს მიზეზი. ანუ ფაქტორები არ არსებობს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს. და სახში სამსახურიდან მივედი ესე კედელ მივდიოდი, სანამ ტაქსამდე მივედი. მე სახში მივედი ეს თქვი, შეეშინდა სასწრაფო გამოიძახეს, სასწრაფო მომარდა და დამიწყეს იმაზე შემოწმება, რომ ინსულტი ხო არა გაქვს.
რა დღეა დღეს და რომელი წელია და რაღაცა არა მეთქი ყველაფერი ვიცი პროსტა ეს ტრიალებს ესაო შანსი არ არის უნდა წაგიყვანოთ წამიყვანეს საუნდყოფოში აი ეს დებილობა გამიკეთეს იმ ღამეს დამტოვეს და დილით მოვიდა ექიმი ის ხო არა გაქვს კუჭი აშლილიო არა მეთქი არავის არა აქვს არა და წერიაო რომ უნდა იყოს კუჭი საშლო მაშინ რა გაიდლაინი მართლა გაუტყდა რა და მე რაღაცა სპეციალური ვარჯიშები მოკლედ რა ხდება წონასწორობას ხო ყურები განკარგავს შუაყური ხო და სამი ქვა არის რა ფიზიკურად რუით რა x y და z ღერძების მაკონტროლებელი კი ხანდახან ერთი ქვა ვარდება მეორე იმაში მეორე მილში და აი მან დიჭრები რა და მაგის უკან დაბრუნების მეთოდი არის რაღაცა ვარჯიშები ვიღაცას გვარის ვარჯიშები გუნდიშვილის მეთოდი გულდენშტეინის რა ვიცი გულდენშტეინის და მეთოდი ოღონდ ისეთი ვარჯიში რა შეიძლება გული აგერიოსო მეთქი აი ტაშტი მომიტანეს ტაშტი დამიტკეს და ესე თავზე ხელი მომკიდეს და უცებ მიმატრიალეს გადამაგდეს მომატრიალეს გადმომაგდეს ის კენჭი ჩავარდა რა თავის ადგილას და გულიც არამერია ვა კოჭე ხო თალიჩობდა და მაგის არა და მე რაღაცა ვადა გასულ ძეხს როაც აბა იქნება არა კოჭე უნდა კონდეს ხო არა როგორ მართლა როგორ გაუკვირდა ვა არავის არა არა იმაში წერია რა თურმე რო ეს იწევს ამას დიარეას სტრანი რაღაცა პირველად გავიგე ეს რაღაც და აი უცებ აი პროსტა სამსახურში ვიჯექი რაღაცას წერდი აი ეს თავი ავწია და დაატრიალდა ყველაფერი აი პროსტა ამოვარდა გადავარდა კი აი ხიზელი აი ნაჭამი ხო პროსტა ამოვარდა ვა შენ დაგმართნია რა მე ეგეთი უცნაური ბიჭო ბავშვ თინეიჯერობაში მქონდა აი პირველად თავიდან აი დალევას რო იწყებ ხო ის რაღაც აი თინეიჯერობის პერიოდში ძალიან თრალი რო ყოფილვარ და რო ვიღვიძებდი დილით აი მაგ დროს ტრიალებდა ხოლმე მახსოვს ყველაფერი ხა აღარ ტრიალებს ხოლმე ბახმელიაზე ბახმელიაზე აღარ მაქვს მაგრამ აი მაშინ ტრიალებდა და სხვა ეგეთი რაღაც არეულობა და რაღაც მე ტრიალებდეს როგორ ტრიალებს ძალიან ტრიალებს აი სიარული როგორ აი გიმენ აი მაგას გეუბნე თვალს რო ვახელდი აი ესე ტრიალებდა მთელი ტრიალებდა ოღონდ ძალიან უცნაურად მიუყვებოდი მეც ანუ თან ის ტრიალებდა მაგრამ მეც არ ვიყავი ერთად გილავს თუ რაღაც სტრანი რაღაც ხდებოდა ვერავ ფეხზე ვერ დგებოდი მეც ბახმელია ქვია მაგას ხო მარტო მაშინ მქონდა ბიჭო მარტო თავიდან იყო იქ მე ბახმელიაც არ მაქვს არ გაქვს მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ ბახმელია არ გაქვს იმიტომ რომ არ გაქვს თუ არ ჩერდები და სულ ვერ მიდიხარ ბახმელიამდე არა სტანდარტული გაგებით ბახმელია არ მაქვს რა ანუ ის რომ ბევრი ანუ თავი რო უსკდება ცუდად რო არიან და რაღაც აი ეგ არ მქონია ალბათ რავი რამდენი წელია უკვე რა 1000-ში ერთხელ თუ დამემართება ეგეთ რაღაცა და ისე კარგად რო დავლევ წინა დღეს მეორე დღეს მაქვს აი ოდნავ უფრო სუსტად ვარ ვიდრე ჩვეულებრივ იმაში რამე საკეთებ მაგისთვის თუ ორგანიზმი გიკაჩავს ჯერ კიდევ გიკაჩავს მაგრამ გაკეთებაც ვიცი ხერხები მაქვს მოყოლილი სამარილოზე ალკაზექსერი და ნიმესილი ძილისცელი მე წყალი ვიცი 1 ლიტრი ყველა აუცილებლად ხო წყალი რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ხო არა მაგას ისედაც ჩვევი შეიძლება ეგ მეხმარება ორგანიზმს კიდე ეხმარება რომ უეჭველი წყალი ძილისინ უეჭველი ბიდევს აუ მე რო ღამე დაოლიო თორე აი შეიძლება გარდაუცვა მე ხიზელიც კი ძალიან ბევრ წყალს ვაღამე გუნდი ჩვენ ქონდა ერთი თამაში კიდე იყოს ის როგორი ბავშვობა ქონდა კი მე ძალიან მინდა ჩვენ მაყურებელს სტუმართან როცა ამას ვაკეთებთ ეხა იქნება 8 კითხვა კი ბატონო 8 კითხვის შედეგად ჩვენ გავარკვევთ დიდარი ბავშვობა ქონდა თუ ღარიბი დიდარი რა მხრივ აი ფინანსურად თუ სულიერად ფინანსურად არა
გავარკვევთ 4+ კითხვა თუ არის დადებითი მაგ შემთხვევაში მდიდარი ბავშვობა ქონდა არა თქო გეუნები და შეიძლება ქონდა და არიცი არა 5 წელი ერთგვარ კურტკა მეცვა თავიდან დიდი იყო და მე რა საკაიფო გავიდა მაგამდე გაიზარდა ზუსტად და კარგად რა მე მამაჩემს ვაჩუქე ვა ვაჩუქე დაუბრუნე არა ჩემე როგორი კურტკა იყო იცი აი აქამდე უნდა ყოფილიყო რა თავიდან მოხლებამდე მქონდა მართლა ხო მაშინ იყო მანტო ეგეთი დრო იყო რა წვრთნელებს რო აწვიათ ხოლმე ხო? ხო, აი ფეხბურთელებს რო. ვენგერი რო მოძრაობდა ხოლმე. გამოიყვანენ ფეხბურთელს ზამთარში რომ მოაცხანენ რომ არ გაცივდეს, აი მასე. ბავშვობაში საკუთარი საზრიმელი თუ ქონდა? ეგ რა არის? აი ბავშვობა ქონდა იყოს. ერთ ოთახიან ბინაში გავიზარდე. მარტო თუ გაიზარდე, მე დედა და მამა. არ ქონდა. აი გააგზელე. ღარიბი ბავშვობა ქონდა. შევეცოდე. არა, მე ვიდან მიდი კაცო, მე ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვობა და არაფერზე არ მაქვს. მეორე კითხვაზე პასუხი ვიცი, მაგრამ სახლში ერთ საპირფაშოსაც მეტი თუ გქონდათ. ოტა შენი აპიტოლის ორი. ხანდახან ბავშვობაში ჩამიფსია და ხუჩაყი. აი ვიდა გადავსმა თუ მოსულა თუ იძლევა საპირფარეშიც აივან არა მე ეგარ მიქნია სხვენი ან სარდაფი თუ გქონდათ კიდე აუ ეგ შეიძლება ქონოდათ არა არ შეიძლება არა არ ქონდა რა ოქნა ბინაში ძალიან სახლზე არის აწყობილი ეს სამუშაო კაბინეტი თუ გქონდათ მშობლებს რამდენი ოთახი ამ სახში გავიზარდე. ოთახი, სამზარეულო, ტუალეტი. სკოლაში ფულს გატანდნენ? რაღაც პერიოდი მანეთიანი მიმქონდა. ოღონდ აი საბჭოთა კავშირის სანამ იყო რა. იმ დროს. ხო, აი მახსოვს რომ მამაჩემმა ერთხელ დაახურდა რაღაცა 50 მანეთიანებად და უჯრაში ჩადო და ყოველდღე მანეთს მაძლევდა. ანუ 50 დღე გრიალებდი. ხო და მეც ალბათ რაღაცა ხომ უნდა მეჭამა და მაძლევდნენ კი. ხო, რამდენს მაგას ვერ გეტყვი. იმიტომ რომ არ მახსოვს რა გრდა არაჟნიანი პური. არაჟნიანი პური? ხო, ეგ იყიდე. მართლა? მე აი ესე პური და არაჟანს გადაусმევდნენ და ოპა. არაჟნიანი პური არ გამიგია თუში. შენ კიდე ლობიანზე ზოზონები ბავშვობაში აი ლობიანი არ იყო ჩატო მარტო კარტოფილის კორჟიკი იყო კი კორჟიკი ენა კორჟიკი და ენა კორჟიკი და ენა ჩემთან იყო კორჟიკი ენა და კარტოფილის ღვეზელი ღვეზელი არ იყო ჩემ დროს არა ისა სამკუთხედი რძე ეგ არ ამგონია შენ გახსოვდეს რუსეთში იყო კიდე შემორჩენილი პაკეტებში რძე, მაგრამ სამკუთხედი პირამიდა კი მაგრამ ის რო წააჭირდა ეგრე თუ არა რა ჭიქარა ეგრე პოტრიდან ხო არ მახსოვს რა ღირდა და შესაბამისად არ მახსოვს რამდენს მაძლევდნენ მაგრამ ხო ახალ სკოლაში შიერს არ მტოვებდნენ რა თქმა უნდა ო ბიგენი არ მახსოვს გარაჟი თუ გქონდათ ან პარკინგის ადგილი მანქანა ყავდა პარკინგის ადგილი. იმ დროში რო გეთქვა. კო პარკინგის ადგილი. ადრე ხო ისინი იყო ამოშერლი რკინა რო იყო ხოლმე გახსოვს ესეთი? კი, მაგრევდნენ. არა, იცი რა. მამაჩემს ადრე ყავდა მანქანა. მე რაღაც პერიოდი არ ყავდა. და მე ისევ ყავდა. და ნუ ეზოში აჩერებდა რა ნუ ექსკლუზიურად თქვენი არ იყო აი ესე რომ გინდათ რომ ჩემი არ იყო მაგრამ მე მეზობლის გარაჟი აი ისეთ ვიყიდეთ ოღონდ იმისთვის რა ხარახურისთვის ხარახურა რამდენი ქონდა კომპიუტერი ან რაღაც ეგეთი თუ ქონდა ბავშვობაში კომპიუტერი ან რაღაც ეგეთი რა გამი გაჯეტი სულ ერთია დენდი ეგ მქონდა ხო გითხარი ის რაღაცა ჩინური ის ქონდა ეგ მქონდა პატარა რა იყო მიკროდისი მახსოვს ეგ რაღაცა ეგეც 90-იანების ბოლო 10+ იყავი ხო ოკეი კაცო ხო
კი და თქვათ ბავშვობაც არ გავიგე. არა და ის მქონდა რა. არ ვიცი თქვენ იცით თუ არა. მაგრამ არც არსებობდა. ის საბჭოთა დევაისი, პაგაძის რო ეძახდა. მაგარიგეში მულტფილმს გაჩვენებს როლოში. 1000-ზე რო მულტფილმი უნდა გაჩვენებინა და რო არ მაჩვენა. და თო ჩამომენგრა მაგას აღყვედი 1000-ზე. აბა, მარტო 1000. აბა. მეღებოდება. ამდენი იომა. მაგარი ეგ ორნაირი იყო, ერთი იყო მიკი მაუსი, ერთი იყო ისა. პაგაძის მგელი. ხო, მიკი მაუსით არ მინახავს. მე მინახავს, მაგრამ მე პაგაძი მქონდა კლასიკა რა. მე პაგაძი მაქვს ნანახი ფერადი და შავ-თეთრი. ფერადი არა ის. კი. ოღონდ ის იყო. არა, ფერადი ის კი არ იყო, ანიმაცია კი არ იყო. ანუ პროსტა ფერები იყო ჩამატებული იმაში თვითონ რა. არა, კლასიკა. შავ-თეთრი ტინ. მაგარი რთული თამაში იყო. всё? აბა, ბოლო კითხვა არის კიდე ერთი, რომ დასასვენებლად თუ დადიოდი სადმე კურორტზე, ან სად დადიოდი ზოგადად? დასასვენებლად ყოველთვის დავდიოდი, ერთი რო სახლი გვაქვს ბაკურიანში და ზამთარში სულ იქ დავდიოდი, ზაფხულში სულ დავდიოდი იმერეთში ბებიასთან, იმიტომ რომ იქ აურბაზე ვგიჟდებოდი. სად გქონდა ის? სამტრედიის რაიონის სოფელი საჯავახო. არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ ჩემს სოფელში არის ის გურიების გზები რო იყოფა. აქეთ ლანჩხუთი და აქეთ ოზურგეთი ჩოხატაური. ხო, აი ეგ სოფელია. არ ვიცი, ნახოთ არ ვიცი, ეგ აი სოფელი. აწი თუ წახვალ და აკვირდი. და დეიდა ჩემი ცხოვრობდა ბათუმში და შესაძლოა ზღვის გარეშეც არ ხო, იქაც ჩავდიოდით ხოლმე. არა ჩასვლა ადრე წარმოიდგინე უფრო ბიზნესი იყო ხო. ეხლა როგორ საათი მიდიხარ და მაგაზეც უძურებ მაშინ იყო. ერთხელ წავედით მე და ჩემი ჩვენი სოფლიდან საჯავახოდან ბათუმში გვინდა ჩასვლა. და ისე ნელა მიდიოდა მოტარებელი და შუქი ჩაქრა გაჩერდა. ნუ ბათუმამდე აღარ ჩავედით და მწვანე კონცხზე ჩამოვედით, რომ ზღვა მომესწრო. იგივე მატარებელში დაბრუნდი და უკან წახვედი. ზუსტად, აი რაღაცა საათნახევარი ზღვაში ჩავედით. რაღაცა უკან წამოვედი. აი, იმედია რომ კი, იყო ეგეთი დრო, მაგრამ ხო, არა, ყველაფერი იცვლება, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, რაღაცა პრობლემები დაგვჭა, მაგრამ მაგასაც გამოვასწორებთ სუმალი. და სევდიანოტაზე რატომ ამთავრებდი? რატო არა სევდიანი, ძალიან მხიარული არის. მხიარული არის, აბა რა. საბანაოდ იყო წასული, მაგით დაამთავრა. წვანე კონსე სხვანაირად კი ვერ მოვიდებოდი. იგოს მადლობა ძალიან დიდი, რომ ჩვენი სტუმარი იყავი კიდევ ერთხელ და რა ვიცი, ძალიან სახალისო და საინტერესო გადაცემა გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, მადლობა ჩვენს. იმედია გამოგადექით. ძალიან მაგრა. მადლობა ჩვენს ამდენს ლუდისას, მადლობა ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას და მადლობა ჩვენს ულამაზეს თანაწამყვანს გიორგის და მადლობა შვენიერის ასისტენტი. ასისტენტი. მადლობა ლალის გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა და მადლობა თქვენ ჩემო მეგობრებო იმისთვის რომ ჩვენთან ერთად ხართ და ისევ და ისევ შეგახსენებთ. და ლაიქით ვიდეო, გამოიწერეთ არხი, კომენტარებში აქტიურეთ და შემდეგ გადაცემაში გავათამაშებთ ლუდისას და ბავარიას კომბინირებულ ნახევარს. დროებით, ნახვამდის, შვიდობით არა ნახვამდის, გიმზერზე შევიცოხე ეს და შორიზაზე.